მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში ტელედებატები დაიწყო. მე რუსუდან გვარამაძე ვარ. გამარჯობა პირველ რიგში გუდის გიხდით ტექნიკური ხარვეზისთვის. დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. ახალციხე ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში ტელედებატებს მხარს უჭერს საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმების და სწავლების ცენტრი პროექტი რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ ხორციელდება. დასაწყისისთვის გაგაცნობთ გადაცემის ფორმატს. პირველ ნაწილში სტუმრები უპასუხებენ ერთ და იგივე კითხვას, თითოეულს პასუხისთვის 1 წუთი აქვს. გადაცემის მეორე ნაწილში ამომრჩევლის ვიდეო კითხვებს უპასუხებენ ჩვენი სტუმრები. მესამე ნაწილში კი კანდიდატები განმარტავენ ექსპერტთა მათ პროგრამასთან დაკავშირებით და ასევე მათ საშუალება მიეცემათ, რომ ერთი კითხვა დაუსვან ოპონენტს. ბოლოს ყველა მონაწილეს მიეცემა 30 წამი მთავარი გზავნილისთვის. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, რომელთა რიგითობა თბილისში ჩატარებული წილისყრის შედეგად განისაზღვრა შალვა გოგოლაძე, თავისუფალი დემოკრატები, ნიკოლოზ ინასარიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ბესიკ ხითარიშვილი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, ტარიელ ხაჩიძე, თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლო, ვაჟა ჩიტაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. რაც შეეხება კიდევ ერთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, რომელიც ასევე კვალიფიციური სუბიექტია, გიორგი კოპაძე, ქართული ოცნების კანდიდატი. ბატონო გიორგი არც ამჯერად მობრძანდა სტუდიაში და ეს ბოლო შანსი, რომ ჩვენი ეთერის საშუალებით ქონოდა ურთიერთობა ამომრჩეველთან, არ გამოიყენა სამწუხაროდ. სამშვიდობისა ბატონებო, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. დავიწყოთ პირველი კითხვით. ჩემი პირველი კითხვა ეხება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს. თქვენ კენჭს იყრით ისეთ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური უმცირესობები არიან წარმოდგენილი. ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეგიონში იყო არაერთი შემთხვევა რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისა. თქვენ როგორ ფიქრობთ? საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ასე ვთქვათ კონფლიქტები. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია და რამდენად რეალურად აქვთ ამ ადამიანებს დღეს პრობლემა და როგორ ფიქრობთ, როგორ წარმოგიდგენიათ ასე ვთქვათ აი ისეთი პოლიტიკის გატარება, რომ მსგავს შემთხვევებს აღარ ქონდეს ადგილი. დავიწყოთ ბატონო შალვა. პირველი თქვენ ხართ წილისყრის მიხედვით წამზომი ჩაირთო 1 წუთი გაქვთ პასუხისთვის. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს. ეთნიკური და რელიგიური ბრძანება თქვენ, მე ამას გავყოფთი, რა თქმა უნდა, ისეც გაყოფილია, მაგრამ ჩვენს მხარეში თვლი რომ ეთნიკური თვალსაზრისით ასეთი მკვეთრი, ასე ვთქვათ, უარყოფითი სურათი არ ისახება. ჩვენ ძირითადად ჩვენთან ცხოვრობენ სომეხი ეროვნების ასე ვთქვათ, მოსახლეობა ცხოვრობს, რომელთანაც ნამდვილად მეგობრული დამოკიდებულებაა და ვერ ვიტყვით რომ აქ რაიმე ცუდი ტენდენციებია. რაც შეეხება რელიგიურს, მე გამოყოფთი მუსლიმი თემის საკითხებს, რაც ძალიან ფაქიზი თემაა, მისახედია აუცილებლად და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მე ვთვლი რომ მუსლიმებს თავისი ასე ვთქვათ უფლებები უნდა ქონდეთ ისევე როგორც ქრისტიანებს და როგორც დაუშვათ გინდა სხვა ნებისმიერ ეს კონსტიტუციით გარანტირებულია და ასეც უნდა იყოს. გასაგებია თქვენი დრო ამოიწურა. დიდი მადლობა ბატონო ნიკოლოზ, თქვენი 1 წუთი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ეთნიკურ საკითხს, ხა აქ დაბადებული გაზრდილი ვარ და დიდი ხანია ცხოვრობდი, შეხება მქონია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან და მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხის რაღაც პრობლემა რო იყოს ჩვენს რაიონებში, ადიგენში, ახალციხეში, მე ვფიქრობ, რომ არ არის. ეს ოჯახშიც ხდება, ნებისმიერ ოჯახში რაღაც გაუგებრობა, რაღაც კამათი, შეიძლება ჩხუბიც და რო ვთქვათ, რაღაც სერიოზული და რაღაცა ისეთი, მე ვფიქრობ, რომ არ არის და ახლა რაც სარწმუნოებრივ საკითხებს შეეხება, ეს მუსლიმ თემებთან გასაგებია ესეც იყო, მე ვფიქრობ, რომ ესეც შეიძლება ამის მოგვარება ისე რომ რაღაც გართულება არ მოყვეს ამ საკითხს და მე მგონი ასეც ხდება და მომავალში დარეგულირდება ეს საკითხი, იმიტომ რომ ნელ-ნელა უფრო გაუგეს ერთმანეს და ამეგობრდნენ, ახლა სულ ცოტა ხნის წინ იყო ესეთი შემთხვევა, რომ სახლის მშენებლობის დროს ერთმანეთს ეხმარებოდნენ და თქვენი 1 წუთი ამოიწურა. დიდი მადლობა ბატონო ნიკოლოზ. ბატონო ბესიკ, თქვენ რა სიტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულად როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან, ასე ვთქვათ, მსგავსი შემთხვევები, რაც რამდენიმე წლის წინ მოხდა თუნდაც ადიგენში. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. როდესაც ეთნიკურად და
რელიგიურად მრავალფეროვანი რეგიონია ჩვენი რეგიონი. სახელმწიფოს ვალდებულება ზუსტად დროულად მოახდინოს პრევენცია ნებისმიერი პრობლემის და ესა თუ ის საკითხი ადეკვატურად მოაგვაროს. მაგრამ ამაზე არ ზრუნავს შესაბამისად სახელმწიფო სტრუქტურები და აქედან გამომდინარე იქნება პრობლემაც. თავისთავად ცხადია, როდესაც 98% ეთნიკურად სომეხი ცხოვრობს ახალციხის რაიონში, ალბათ ლოგიკური კითხვა ჩდება, რომ ერთი წარმომადგენელი მაინც ყავდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, თუნდაც გუბერნიაში, თუნდაც მერიაში, განმავლობაში არის. მერიაში ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში დანიშნეს. ეს ქმნის იმ ხალხში რაღაც ისეთ გრძნობას, რომელიც არის უხერხული. რაც შეეხება რელიგიურს, ესეც ხელოვნურად შექმნილია, თუ კი იყო არასწორად გაცემული განკარგულება, შესაბამისად უნდა ყოფილიყო ცოტა ფაქიზად მოკრობა. შენი ქვეყნის მოქალაქე სრულიად ლოგიკურია სარგებლობდეს თავისი კონსტიტუციური უფლებით და ქონდეს რელიგიური სახელმწიფოს თავისუფლება. მას უნდა ქონდეს ეს. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ კარია. გისმენთ თქვენი მოსაზრება. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებელს. ეს თემა საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს, არც არის საკანონმდებლო. მოვა არჩევნების დრო და დავიწყებთ ხოლმე ამაზე ვაჭრობას. ჩვენ რა დაიწყებენ ხოლმე. ძალგე სომხურ სომეხ მაცხოვრებელთან ძალგე კიდე აჭარელ მაცხოვრებელთან. გვაქვს ჩვენ ფაქტები, რომ დასასაფლავებელი ადგილი არ მიწეს აჭარელ მოსახლეს და წააყვანეს 8 კილომეტრში და იქ დაასაფლავეს. შეიძლება ეს ყოფილეს მრავალი წლის უკან ხო არ ყოფილა ასეთ რაღაცა. ეს საერთოდ როგორ უნდა გავითავისოთ, ვართ ერთ მიწაზე. ვაკეთებთ ერთ საქმეს. არც უნდა ვახსენოთ. უნდა იყოს ყველაფერი გადაწყვეტილი, კონდეს მას თავის სალოცავი. მრავალი წლის, მრავალი საუკუნეების უკან ჩემს სოფელსახუნეთში ხომ 300 წელი მეფობდა თურქ-სელჯუკი თუ ვინც იყო და ხელი არ აქვს ნახლებით წმინდა გიორგის სალოცავს. იგივე ვინახავთ ჩვენ მეჩეთს, მუსლიმების მეჩეთს. ეს არ უნდა იყოს, საერთოდ უნდა ამოვიღოთ ეს. ცხოვრობთ მეგობრულად, ცხოვრობთ ძმურად და უნდა ვიცხოვროთ ძმურად. დიდი მადლობა. ბატონ მაჟა, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოხდეს ასე ვთქვათ, შვიდი თანაცხოვრება. ნამდვილად დავეთანხმები ბატონ ნიკოს, დღეს არ დგას სამცხე-ჯავახეთში იმის საშიშროება, რომ რაიმე კონფლიქტის საშიშროების წინაშე ვიდგეთ. ძალიან კარგია ეს, მაგრამ ჩვენ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რაც შეიძლება როგორც რელიგიური, ისე ეთნიკური უმცირესობის წარმოადგენლები ჩართული იყვნენ სახელმწიფოს მართვაში, ქვეყნის კეთილდღეობაში, ქვეყნის აღმშენებლობაში და ამით უფრო უნდა დაახლოვდეთ ჩვენ. ფაქტიურად ეს შერეული ოჯახები, ურთიერთობები ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ სამცხე-ჯავახეთში მსგავსი ტიპის ბერდავარქვენ კონფლიქტს გაუგებრობა აღარ მოხდება ადგენის ფაქტი მხედველობაში. და მადლობა ღმერთს ახალციხის რაიონში ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებთან ჩვენ ძმობისა და მეგობრობის გარდა არაფერი არ ქონია. ასეთი ფაქტები, ჩართულობა და ჩართულობა, ინტეგრაცია საქართველოს ქვეყნის მართლობაში. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონებო. მეორე კითხვა განათლებას ეხება. ადიგენსა და ახალციხეში არაერთი ადამიანი, არაერთი მოსწავლე დარჩა ატესტატის გარეშე და ბოლოს უფრო ხშირად საუბრობენ, რომ სასკოლო სისტემაში არის ხარვეზები და აქ არის ძალიან ბევრი პრობლემა. თუნდაც გამომდინარე აქედან, რომ ახალგაზრდები რჩებიან ატესტატის გარეშე. აქ ასე ვთქვათ, ჩნდება ეჭვი, სკოლა ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, რომ ის სრულყოფილი განათლება და არა თუ უმაღლეს სასწავლებელში მოხდეს სკოლაში მიღებული განათლებით ახალგაზრდა, არამედ სკოლის ატესტატსაც ვერ იღებს, რომელიც შედარებით უფრო, ასე ვთქვათ, მარტივი კითხვებზე პასუხის გაცემით შეიძლება, რომ ასე ვთქვათ, მიიღოს სკოლის ატესტატი. აი, როგორ ფიქრობთ, ბატონო შალვა, ისე თქვენგან უნდა დავიწყოთ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ასე ვთქვათ, რა რეფორმები უნდა განხორციელდეს და როგორ უნდა შეიცვალოს, რა უნდა შეიცვალოს განათლების სისტემაში? კი ბატონო. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ მე განათლების სფეროს ექსპერტი არა ვარ და მაგის სფეროს მოღვაწე არა ვარ და ასე ვთქვათ, ჩემი შეხედულება იქნება ჩვეულებრივი მოქალაქის შეხედულება. ვიტყვი იმას, რომ თანამედროვე არსებული განათლების სისტემა, რაც არის 12 კლასიანი განათლება, რა ვიცი, მე ვთვლი, რომ ვერ აძლევს იმ დონის მომზადებას, ადეკვატურ მომზადებას, რასაც აძლევდა თუნდაც ჩვენი ასაკის ვინც დაამთავრეთ სკოლა იმ საბჭოთა პერიოდში საშუალო განათლებას ვეძახდით 10 კლასის პარალელში. იმის დონის განათლებას ვერ აძლევს ეს.
ვფიქრობ, რომ რაღაც მიდგომები შესაძლებელია და თუმცა კი მოვისმინე ახალი განათლების მინისტრისგან, რომ აი მომავალში კიდეც აპირებენ ასეთი რაღაც რეფორმის გაკეთებას. აუცილებლად მისახედია განათლების სისტემა, რადგან მასზეა დაფუძნებული საქართველოს მომავალი. დიდი მადლობა თქვენი დროც პრინციპში ამოიწურა უკვე ბატონ ნიკოლოზ თქვენი მოსაზრება განათლების სისტემასთან და ამ რეფორმასთან დაკავშირებით. მე უფრო ის გამიკვირდებოდა პრობლემა რომ არ ყოფილიყო განათლების სისტემაში, იმიტომ რომ გახსოვთ ალბათ ადრე განათლების სამინისტრო და მეცნიერებათა აკადემია შეუერთეს ერთმანეთს და სანტექნიკოსი დანიშნეს მინისტრად. და ამ სანტექნიკოსმა დაანგრია საერთოდ მეცნიერებას და განათლებას. ეხლა ცოტა ხნის წინ კიდე ბუღალტერი იყო განათლების მინისტრი. ეხლა კიდე საიდან მოიყვანეს ეს პიროვნება, მე არ ვიცი. რა კრიტერიუმით მოიყვანეს. ასე რომ აი ეს პრობლემები უფრო საკადრო პოლიტიკის შედეგია, მე მგონი, თორე რა არის ეს დაამთავრებელი რეფორმა ესეთი განათლების სისტემაში. ადრე არ გამიგია ისე დაამთავრე სკოლა, ინსტიტუტი, მეორე უნივერსიტეტი, რომ საერთოდ არ ყოფილა საუბარი ამ რეფორმაზე და რაღაც, მაგრამ ისეთ განათლებას ღებულობდი სკოლაში, განთქმული მასწავლებლები გვასწავლიდა, მე პირველი მათემატიკა მანქანაზე რო ჩავაბარე, რომ გამოვედი, ყველას ეგონა რომ არ დამიშვეს. გამოცდაზე ისე უცებ ხუთიანი მივიღე და გამოვედი. გოგი მელიქიძე ცხონებული მასწავლიდა მათემატიკას და ნიკოლოზ ვერ დაასრულეთ საწუხაროდ. ბატონ ბესიკ თქვენ გასაგებია პრობლემაზე აკეთებთ აქცენტს, მაგრამ მოგვარების გზებზე რომ ასე ვთქვათ იმშიაროთ. თავისთავად ცხადია, თუ კი არ ჩატარდა ძირეული რეფორმა განათლების სისტემაში, შეუძლებელია მივიღოთ შედეგი. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს პროგრამა, რომელი პროგრამაც იქნება ადეკვატური ჩვენი ქვეყნის რეალური ცხოვრებიდან გამომდინარე. მართლა ბრძანებდა ბატონი ნიკოლოზი, როდესაც არაპროფესიონალი ჩაუდგება სათავეში სამინისტროს, რა შედეგზე უნდა ვილაპარაკოთ. არანაირი კვალიფიციური სუბიექტები, კადრების არ ყოლა, არაფრის არ მონდომება უფრო არის, ვიდრე საქმის გაკეთების სურვილი. აქედან გამომდინარე, შედეგიც მასია, როდესაც არაადეკვატურად უხდი პედაგოგს ხელფასს. ფაქტიურად არ აძლევ თუ კი მას ჩაუტარებ ისეთ გასაუბრებას, რომელიც არ ეხება მას და შეგნებულად ჩააგდებ მის ატესტაციას, რომ მან ხელფასი არ მიიღოს მეტი, ამას უფრო გავს. არ ვიცი რაზე უნდა ვილაპარაკოთ. ანუ დაბალი სოციალურ-ეკონომიკური დონიდან გამომდინარე, ბავშვი იმაზე უფრო ფიქრობს, რომ ოჯახს მიეხმაროს და არა ისწავლოს. ეს ვითარებაა ასეთი სამწუხაროდ. ამიტომ ძირეული რეფორმაა საჭირო. გამოსავალი მხოლოდ ეს არის. გასაგები. დიდი მადლობა. ბატონ ტარიელ, თქვენ თუ ფიქრობთ, რომ რეფორმა უნდა გატარდეს განათლების სისტემაში, იქნებ დაგვიკონკრეტოთ კონკრეტულად რა სახის რეფორმაზე საუბრობთ, ან კონკრეტული ნაბიჯები რა უნდა გადაიდგეს. მოგახსენებთ, მე თვითონ პედაგოგის ოჯახში გავიზარდე. გადაჭიმა 51 წელი ასწავლა ბავშვებს. რა არის, იცით, ჩვენს უყოლას გვახსოვს თითქმის ერთი ასაკისანი ვართ. ნორმალური მასწავლებელი სკოლაში აგიხსნეს. ნახევარზე მეტი უკვე ნასწავლი გაქვს გაკვეთილი. მე უფრო ვთვლი, რომ პედაგოგთა გადამზადება. პედაგოგები უნდა მომზადონ და პედაგოგებს მოეთხოვთ. იმ ბავშვის დამორჩილებაც ესე რომ ვთქვათ, რომ მან სწავლა გულთან მიიტანოს და სულ ყველაფერი. სულ პრიმიტივ მინისტრი არ აკეთებს თუ რა. პედაგოგი უნდა იყოს სრულყოფილი, კონდეს ნორმალური ანაზღაურება, კონდეს სრულად ქავლილის ატესტირებას უძახით ახლა ჩვენ თუ აი ეს ტრენინგებს ვარქვენ დღეს თუ რა. ცოდნა უნდა კონდეს, რომ ცოდნა თუ არ გონდა მასწავლებელს გადასცემს, ვერ გადასცემს. პედაგოგთა გადამზადება. მე ასე ვთვლი. გასაგები 10 წამი გაქვთ თუ გამოიყენებთ? მოუწოდო ყველა ბავშვს ისწავლო, უსწავლელი უსინათლო, უნდა ისწავლონ მათ. აიღონ წინ და იკითხონ. გასაგები. დიდი მადლობა. ბატონ ვაჟა, თქვენი მოსაზრება და ასევე ძალიან გთხოვთ, რომ დააკონკრეტოთ კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგეს აი ამ პრობლემების გადასაჭრელად. მადლობთ. მე პირველ რიგში ვიტყოდი, რომ საჯარო სკოლებში უნდა დაიწყოს რეფორმები. მე პარლამენტშიც მქონდა გამოსვლები ამასთან დაკავშირებით. საჯარო სკოლაში დაწყებით კლასებში კიდევ არა უშავს, მაგრამ დაამთავრებელ კლასებში ძალიან წავედ დგას ეს საკითხი. ფაქტიურად მაღალ კლასებში მე-10, მე-11, მე-12 კლასებში ბავშვები სკოლაში არ დადიან და ყველა გადასულია რეპეტიტორთან მომზადებაზე. აქ შესაძლებელი ოჯახის შვილები ემზადებიან ცალკეულ მასწავლებლებთან და გამოდის რა ყველაფერი სიკეთე რაც კი არსებობს, ეს გრანტი იქნება სახელმწიფო დაფინანსება ამ ოჯახებისთვის არის და ეს ნიჭიერი ბავშვები, რომლებსაც არ აქვს შესაძლებლობა ასე ჩაგრებიან. ამიტომაც პირველ რიგში უნდა იყოს დისციპლინა სკოლაში და გაკვეთილები უნდა ჩატარდეს დამთავრებელ კლასებში.
მშობლებმაც უნდა მიიღონ ამაში მონაწილეობა, თავიანთი შვილები უნდა მიიყონონ სკოლაში ამ დამთავრებელ კლასებში. ერთხელ ჩემ ბავშვს დაუშვი კითხო სკოლაში, მეთქი რატომ მიდიხარ დღეს და არავინ არ არისო და მარტო როგორ დავიდებიო. ასეთ დამოკიდებულება ის საჯარო სკოლებიდან უნდა დაიწყოს რეფორმა პირველ რიგში. ასე გიგია, დიდი მადლობა. სოციალურ საკითხს ეხება, ესეთ მნიშვნელოვან პრობლემას ჩვენი ქვეყნისთვის. სოციალურ საკითხში აქ გულისხმობ სოციალური პრობლემების გადაჭრას, არა იმ მხრივ, რომ თქვათ გაიზარდოს სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა, ეს არ ნიშნავს, რომ ამის პრობლემა გადაიჭრება, პირიქით ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი გაჭირვებული ყავს ქვეყანას. მე გულისხმობ პირიქით, როგორ უნდა შეძლოს ქვეყანამ, რომ უფრო ნაკლები ადამიანი იყოს შეჭირვებული და ნაკლებს სჭირდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება. აი ამაზე რომ ვისაუბროთ, ბატონო, თქვენ და თქვენ პოლიტიკურ ძალას როგორი ხედვა აქვს სოციალური პრობლემის, ასე ვთქვათ, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით? სოციალური პრობლემა თავისთავად ეკონომიკურ პრობლემას უკავშირდება და იქიდან გამომდინარეა. თუ იქნება ძლიერი ეკონომიკა, უკეთესი ეკონომიკა, ცხოვრებაც უკეთესი იქნება და სოციალურად დაუცველებიც, რა თქმა უნდა, ნაკლები გვეყოლება და ფაქტურად არც უნდა ყავდეს. საგიდან გამომდინარე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკა უნდა გაძლიერდეს. არის ჩვენი ხედვით ეს ძირითადი პრინციპები, რაზეც ეს უნდა განხორციელდეს, არის საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა და დაცულობა, ეს გარანტია უნდა იყოს. ბიზნესის კეთების თავისუფლების უზრუნველყოფა, სტაბილური პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება. აი ამ მქედან გამომდინარე შესაძლებელი იქნება წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება, რაც საბოლოოდ მოიტანს კეთილდღეობას და უკეთეს ცხოვრებას მოუტანს ჩვენს მოსახლეობას. აქედან გამომდინარე სოციალურად დაუცველებიც, რა თქმა უნდა, ნაკლებად იქნებიან და ფაქტურად აღარ. ერთი წუთი. ვეცდები სწრაფად ვისაუბრო, მაგრამ ფიქრობ მაინც ვერ ჩავეტევი დროში. მაგრამ ვეცდები. ანუ რისი თქმა მინდა, ესე იგი, ყველა რატომღაც ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არის კარგად მუშაობს, ერგენკო კარგად მუშაობს, მინისტრი, მაგრამ ეს არ არის მარტო ჯანდაცვის, ეს არის შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამინისტრო. და მე ძალიან უკმაყოფილი ვარ ამ სამინისტროს მუშაობით. აი ერთ მაგალითს ვიტყვი, ეს წამლები რომ გაძვირდა, ერთი ადამიანის ხელში რომ არის წამლების წარმოება, საავადმყოფოები, აფთიაქები, აი იმიტოა რომ გაძვირებულია და ოპერაციები, რაფასები ევროპულ ქვეყნებში, მომწინავე ქვეყნებში არ არის ესეთი ფასები და აქ კიდევ ერთ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება. უმშევარი ადამიანი, რომელსაც არანაირი დახმარება არ აქვს სახელმწიფოსგან, უმშევარს უნდა ქონდეს 200 ლარი მაინც და თითოეულ ბავშვს 50 ლარი მაინც და ამის შემდეგ იზრუნებს სახელმწიფო, რომ უმშევრობა მოისპოს, შემცირდეს, უბრალოდ თუ არ მოისპოს, შემცირდეს და დაინტერესებული იქნება რომ შეამციროს, იმიტომ რომ ბიუჯეტიდან ახლა კაპიკი არ იხარჯება ამაზე და აი თემა, მაგრამ მადლობა უკაცრავად თქვენი დიახ. მადლობა. დიდი მადლობა. ბატონ ბესიკ, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი მიდგომა აქვს თქვენ პოლიტიკურ ძალას ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ უნდა აღმოიხსნას ქვეყანაში ის სოციალური მდგომარეობა, გადაიჭრას პრობლემები, რაც დღეს გვაქვს? ჩვენი პარტიის ძირითადი გზავნილი არის ერთიანი საქართველოს ძლიერი ეკონომიკა. ზუსტადად ძლიერი ეკონომიკის არარსებობის პირობებში შეუძლებელია ხალხზე იზრუნოს სახელმწიფომ. როდესაც ქვეყანაში არ არსებობს, ფაქტიურად არ არის არანაირი საწარმო, მცირე თუ დიდი ფაბრიკა იქნება, ქარხანა იქნება თუ სამუშაო ადგილები, პრაქტიკულად შემოისაზღვრება მარტო ადმინისტრაციული რესურსის ადმინისტრაციაში დასაქმებული ხალხი. თითქმის სახელმწიფო არ ქმნის სასათბურო პირობებს ბიზნესის განვითარებისთვის. არის ძალიან დიდი გადასახადები, მოგების გადასახადები, დაბებრის მთელი რიგი ეკონომიკური პროგრამა, ის რა ქვია, რეფორმაა გასატარებელი, რომელიც ხალხზე უნდა აისახოს. ხალხზე უნდა უზრუნავდეს სახელმწიფო, როდესაც უმუშევრებს მართალია გადაუხდის მას შემწეობა დავარქვათ თუ ანაზღაურებას 6 თვის განმავლობაში მაინც უკვე მიხვდება თვითონ სახელმწიფო, რომ ის ვალდებულია მას სამსახური შეთავაზოს და შემოიყვანოს ინვესტორები ისეთი, რომლებიც ხალხს დაასაქმებენ. აი ეს არის ყველაზე მთავარი. თუ კი ეს არ გახდება, იქნება პრობლემები მუდმივად ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონ ტარიელ, თქვენი პოლიტიკური ძალის ხედვა სოციალურ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ როგორ ფიქრობთ, ასე ვთქვათ, სახელმწიფომ უნდა გაზარდოს სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირების რაოდენობა თუ უნდა, ასე ვთქვათ, იმუშაოს იმ მიმართულებით, რომ პირიქით შემცირდეს, ოღონდ შემცირდეს იმიტომ, რომ უფრო მეტი ოჯახი გაძლიერდეს ეკონომიურად. თქვენ ხო ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ის სოციალურად დაუცველი რომ არის, მას ეს არ უხარია და ცვენია მაგის.
ყველა ზღვარი გადის ეკონომიურ სიძულვილზე. და სამსახური რო იყოს სადღაც მას რა უნდა ის 50-60 ლარი აიღოს დაყვედრებული და იმით არჩინოს დავისდავე. ყველა თავი და თავი არის უმუშევრო. უნდა გაიხსნეს პატარა მინი რაღაც ქარხნები. გავიდეს ხალხი ჩვენ პროგრამა გვაქვს მე ამაზე 40 წამი კი არა ვისაუბრებ დილამდეს. რაც რო რეალობაა, რაც რო ჩვენ წინაპრებს ახსოვთ. ჩვენ გვახსოვს. გაიხსნას რუსეთისკენ გზა, გავიდეს ხალხი. დასაქმდეს, აიღოს 2 კაპიკი და შემოიტანოს. რითად რო ცხოვრობდა ხალხი არას? ჩვენ სხვას არაფერს არ ვთავაზობთ, არც პენსიებს და არც ქარხნების აშენებას. არ უნდა იმას, მასაც არ მოწონს დავითავი რომ სოციალურად დაუცველი. ყველაფერი გადის ყველა ზღვარი ეკონომიურ სიძულვილზე. გვიკადაგებდნენ დასავლეთის მეგობრები რომ აი თქვენ შეგინახავთ მინერალური წყლები და ტურიზმი. შეგინახავთ? გასაგებია, დიდი მადლობა. ბატონო, თქვენი პოლიტიკური პარტიის ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ნამდვილად არ არის საამაყო, როცა ქვეყანაში 9 მილიონი ადამიანი სარგებლობს სოციალურ დახმარებით, მაგრამ ეროვნული კრიტიკას ვერ უძლებს ის ფაქტიც, როცა სოციალურ დახმარებების ფაქტიურად სოციალურ დახმარებების არა, სოციალურ დახმარებებზე უარის თქმა მოუწია ხელისუფლებას ისეთი პირების მიმართ, რომლებსაც თქვათ ოჯახის წევრი გარდაეცვალათ, ან უფრო მეტად გაუარესდა მათი ცხოვრების დონე. ამიტომაც მათო სოციალურ დახმარებაზე ქვეყანა ვერ იქნება დამოკიდებული და ვერც ეს პიროვნება, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ოჯახის წევრს, ვინც ამ ოჯახში ცხოვრობს, ეს პენსიონერი იქნება თუ ვინ იქნება, უნდა კონდეს საკუთარი შემოსავალი. პენსიონერმა უნდა აიღოს ღირსეული და დამსახურებული პენსია, ვინც შრომის უნარიანია, მას უნდა კონდეს სამუშაო ადგილი და უნდა კონდეს შემოსავალი და თვითონვე მოვადრო და უარს იტყვიან ამ სოციალურ დახმარებაზე. ნამდვილად უზნეობა, როცა ამდენი პრემიები იფლანგება ქვეყანაში და გასაგებია, დიდი მადლობა. მადლობა ბატონო, თქვენ უპასუხეთ ჩვენ სამ შეკითხვას. შემდეგი გადაცემის მეორე ნაწილი უკვე დაეთმება ამ მომრჩეველს. ჩვენ მოვისმენთ ახალციხის და ადიგენის მოსახლეობის პრობლემებს, მაგრამ მანამდე მცირე სარეკლამო პაუზა. არ გადართოთ, რამდენიმე წუთში უბრუნდებით პირდაპირ ეთერში. საქართველოს არჩევნების ისტორიაში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება დააკვირდეს არჩევნების შედეგების დათვლის პროცესს CESCO-ში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მონაცემები 3692 უბნიდან შემოდის. რა გზას გადის შემაჯამებელი ოქმი საუბნო საარჩევნო კომისიიდან გამოქვეყნებამდე? 20 საათზე საუბნო საარჩევნო კომისიები იხურება და კომისიის წევრები ხმის დათვლის პროცედურებს იწყებენ. კენჭისყრის შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოლქში აისახება. ოქმი საოლქო საარჩევნო კომისიას მიეწოდება, რომელიც მას სპეციალურ პროგრამაში თვითავს. CESCO-ში პროგრამის მეშვეობით მიღებული ოქმი გადაეცემა 2 ოპერატორს, რომლებსაც თავის მხრივ ოქმში ასახული შედეგები შეაქვთ სპეციალურ მონაცემთა ბაზაში, რაც აისახება CESCO-s სპეციალურ ვებგვერდზე და მონაცემები ეტაპობრივად ხდება ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის. შემაჯამებელი ოქმი დაუყოვნებლივ ქვეყნდება ვებგვერდზე. CESCO დემოკრატიის სერვისი. 2016 თვაკანი ჰოქტემბერი 5-ին կանցկացվի Վրաստանի խորհրդարանական ընտրությունները։ Ընտրատեղամաս ներկայանալիս ձեզ հետ վերցրեք Վրաստանի քաղաքացու անձը հաստատող փաստաթուղթ։ Ստիպված տեղափոխված անձած դեպքում նաև փախստականի վկայական։ Հիշեք, որ եթե ձեզ մոտ հայտնաբերվի պիտակավորում, ձեզ չի ընձեռնվի քվեարկությանը մասնակցելու իրավունք։ Գրանցման հետ մեկտեղ անցեք պիտակավորման ընթացքը։ Ստորագրեք ընտրողների ցուցակում։ Ստացեք գրանցողից կնիքով եւ ստորագրությամբ հաստատված քվեաթերթիկը։ Քվեարկության խցիկում կատարեք ձեր ընտրությունը եւ փակեք քվեաթերթիկները այնպես որ տեսանելի չլինի թե ում եք տվել ձեր ձայնը։ Քվեարկությունը գաղտնի է։ Խցիկում արգելվում է լուսանկարել կամ տեսագրություն կատարել։ Խցիկից դուրս գալուց հետո ծրարի մեջ տեղադրեք քվեաթերթիկները, ծրարը գցեք ընտրական արկղի մեջ։ Կենտրոնական ընտրական հանձնաժողով, ժողովրդավարության ծառայություն։ Տելեկոմպանիա մեծխրիախის տրեյնինգ ցենտրի BTC-սთან ერთად կთავაზობთ მოსამზადებელ კურსს საბანკო სექტორში, დასაქმების მსურველებისა და ყველა სახის დაინტერესებული პირებისთვის. ტრეინინგზე შეიძენთ აუცილებელ თეორიულ და პრაქტიკულ საბანკო ცოდნას. სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული დიალოგის მეთოდით, რომელშიც ჩართულია თეორია, პრაქტიკული სავარჯიშოები, შემაჯამებელი სემინარები და პრეზენტაციები. ტრეინინგებს უძღვებიან გამოცდილი ბანკირები. კურსის გავლის შემდეგ გადმოგეცემათ ქართულ-ინგლისურენოვანი საბანკო სერტიფიკატი, სარეკომენდაციო წერილი.
გამოყვანილი. წარჩინებული მოსწავლეები გავიან სტაჟირებას ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. მიმდინარეობს რეგისტრაცია მისამართზე. ქალაქი ახალციხე, რუსთაველის ქუჩა ნომერი 30A. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 577 731 831 ან მოგწერეთ ელექტრონულ მისამართზე btc.edu.btc.gmail.com. არისტონი გთავაზობთ იტალიური ქვაბების ყველაზე დიდ ასორტიმენტს საქართველოში. იტალიური ხარისხი და დიზაინი, კომფორტი, სიმარტივე, უხმაურო მუშაობის რეჟიმი. ამ ყველაფერს იტალიური არისტონის ცენტრალური გათბობის ქვაბები გვირდებათ. არისტონი, უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. ულტრათანამეტროვე, მრავალპროფილური, ISO სტანდარტის კლინიკა ემედიცი გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ და ლაბორატორიულ მომსახურებას. თვალის, ფარისებრი ჯირკვლისა და მუცლის ყრუს ქირურგია, გინეკოლოგია, მამოლოგია და ენდოკრინოლოგიური სტაციონარი. კლინიკა ემედიცი, კლასიკური მედიცინა, პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდი. ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად უსაფრთხო, თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით პირველადი ბოჭკოსგან დამზადებული პოლიპროპილენის მილები ცხელი და ცივი წყლის მოხმარებისთვის. საქართველოში უმაღლეს ხარისხს საუკეთესო ფასად მხოლოდ ვესპო გთავაზობთ. ვესპო, უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. შეაგროვე G-Energy-ს ვაუჩერები ვისოლში ყოველ 30 ლარის საწვავი შენაძენზე და მიიღე საჩუქრად ძრავის პრემიალური ზეთი. მსოფლიო ლიდერი ბრენდის 62 წლიანი გამოცდილებით დემირ დოკუმი წარმოგიდგენთ ყველაზე უსაფრთხო გაზზე მომუშავე წყალგამაცხელებლებს წვის დახურული კამერით. აირჩიეთ ერთადერთი წყალგამაცხელებელი საქართველოში, რომელიც მუშაობს 0.1 ბარ წყლის წნევაზე და იცხოვრეთ მშვიდად. დემირ დოკუმი. უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. ქუთაისი აბასთუმანი 60 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია. სივრცითი მოწყობა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის. ულტრათანამეტროვე, მრავალპროფილური, ISO სტანდარტის კლინიკა ემედიცი გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ და ლაბორატორიულ მომსახურებას. თვალის, ფარისებრი ჯირკვლისა და მუცლის ყრუს ქირურგია, გინეკოლოგია, მამოლოგია და ენდოკრინოლოგიური სტაციონარი. კლინიკა ემედიცი, კლასიკური მედიცინა, პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდი. შეაგროვე G-Energy-ს ვაუჩერები ვისოლში ყოველ 30 ლარის საწვავი შენაძენზე და მიიღე საჩუქრად ძრავის პრემიალური ზეთი. Առաջին անգամ Վրաստանի ընտրությունների պատմության մեջ յուրաքանչյուր ցանկացող հնարավորություն կունենա համացանցային հեռարձակման միջոցով հետևել կենտրոնական ընտրական հանձնաժողովի ընտրությունների արդյունքների հաշվարկման ընթացքին։ Կենտրոնական ընտրական հանձնաժողով տվյալները ներմուծվում են 3692 ընտրատեղամասից։ Ինչ ճանապարհ է անցնում ամփոփիչ արձանագրությունը ընտրատեղամասային հանձնաժողովից մինչ հրապարակումը։ Ընտրատեղամասային հանձնաժողովները փակվում են ժամը 20:00-ին եւ հանձնաժողովի անդամները սկսում են ձայների հաշվարկման գործընթացը։ Քվեարկության արդյունքները ընդգրկվում են ընտրատեղամասային հանձնաժողովի ամփոփիչ արձանագրության մեջ։ Արձանագրությունը փոխանցվում է շրջանային ընտրական հանձնաժողով, որը այն հատուկ ծրագրի մեջ է բեռնում։ Կենտրոնական ընտրական հանձնաժողովում ծրագրի միջոցով ստացված արձանագրությունը փոխանցվում է երկու օպերատորներին, ովքեր իրենց հերթին արձանագրությունում ներառված արդյունքները ներմուծում են հատուկ տվյալների բազայի մեջ, որը կընդգրկվի կենտրոնական ընտրական հանձնաժողովի կայք էջում եւ տվյալները հետզհետե հասանելի կդառնան յուրաքանչյուր ցանկացողի համար։ Ամփոփիչ արձանագրությունը անմիջապես հրապարակվում է կայք էջում։ Կենտրոնական ընտրական հանձնաժողով, ժողովրդավարության ծառայություն։ 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს პარლამენტის არჩევნები. საარჩევნო უბანზე მისვლისას თან იქონიეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში აგრეთვე დევნილის მოწმობა. გახსოვდეთ თუ აღმოჩნდება რომ გაქვთ მარკირება, არ მოგეცემათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. რეგისტრატორთან გაიარეთ მარკირების პროცედურა, გააკეთეთ ხელმოწერა ამომრჩეველთა სიაში. მიიღეთ რეგისტრატორისგან ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული ბიულეტენები. კენჭისყრის კაბინაში გააკეთეთ არჩევანი და გადაკეთეთ ბიულეტენები ისე, რომ არ ჩანდეს თუ ვის მიეცით ხმა. ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია. კაბინიდან გამოსვლის შემდეგ კონვერტში თავად მოათავსეთ ბიულეტენები, კონვერტი მოათავსეთ საარჩევნო ყუთში. CESCO, დემოკრატიის სერვისი.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმრები არიან ახალციხე ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატები. ახლა ისინი უპასუხებენ ვიდეო კითხვებს ახალციხის და ადიგენის მოსახლეობა მათ პრობლემებზე საუბრობს. სტუმრებს პასუხისთვის 40 წამი აქვთ. მაშასე პირველი თქვათ ვიდეო კითხვა და უკვე უპასუხებენ სტუმრები. მოსახლეობას რა აწუხებს და გზები, წყალი. საათნახევარი თუ მექნება წყალი მარტო დილით 8:30-დან 9 საათამდე. 9 შესრულდება თუ არა წყალი წყდება. წყალს კეტავენ. საათნახევარში, აი რამდენი შემიძლია რომ მოვასწრო, რაც არ უნდა სწრაფად ვიმოქმედო და სწრაფად ვიმოძრავო. როგორ შეიძლება რომ 21 საუკუნეში არ იყოს 24 საათიანი წყალი, აი ეს ჩემამდე ნუ არ მესმის. სოფელში მოგვეხმარებიან ამ გზებზე, ამ ქუჩებში ვეღარ შევდივართ, გამოვდივართ, იქაც გაკეთება უნდა, ხო, რაღაცა უნდა და თუ მოგვეხმარებიან, ჩემი წევენად. გაზი არ შემოგვიყვანოს გვპირდებიან და კეთდებაო და რა ვიცი, როდის რა იქნება, არ ვიცი. ინფრასტრუქტურა, სასმელი წყალი და გაზი, ბუნებრივი აირი. ძირითადად ეს არის პრობლემები, რომელზეც პირველ ნაწილში, ასე ვთქვათ, ისაუბრეს მოსახლეობამ. ბატონშალვა, თქვენით ვიწყებთ, თქვენ გაქვთ 40 წუთი პასუხისთვის. ისმენთ. კი ბატონო. ეს ფაქტიურად არ იყო კითხვა, ეს იყო დასმული პრობლემები, რაც რეალურად აწუხებს ჩვენ მოსახლეობას და ეს არც ჩემთვის არის უცხო, არც ჩემი კოლეგებისთვის, არც თქვენთვის, არც ერთისთვის. ეს ზოგადად ასეა. ყველგან არის ერთ და იგივე პრობლემა, სარწყავი წყალი, სასმელი წყალი, გზა. ნუ შეძლების დაგვარად რაღაც პატარა წინსვლა ამ კუთხით არის. დაწყებული იგივე ნაციონალური მოძრაობის პერიოდში და ამათაც გარკვეულად გააგრძელეს, მაგრამ არ შეიძლება ეს გაგრძელდეს უსასრულოდ. როგორ შეიძლება ახალციხეს არ ქონდეს სასმელი წყალი 24 საათი. ასე არ ქონდეს სოფლებს და არ ქონდეს სარწყავი წყალი. ასაკები. მადლობა თქვენი დრო ამოიწურა, დიდი მადლობა. ბატონ ნიკოლოზ, თქვენ როგორ ხედავთ აი ამ პრობლემების მოგვარების გზებს 40 წამი? მართლაც ვეთანხმები აი ჩვენმა მაყურებლებმა რომ დასვეს კითხვები, ესეთივე კითხვები ისმება, როდესაც ჩვენ ხვდებით ამომრჩევლებს სხვადასხვა სოფლებში და ნუ ახლა მე ვერ ვიტყვი რომ არ კეთდება და ყურადღება არ ექცევა ამ ბოლო პერიოდში, ბევრი კარგი საქმე კეთდება და გრძელდება ეს უკვე დიდი ხანია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს სწრაფი ტემპით უნდა გაკეთდეს და ამ თემაზე საერთოდ აღარ უნდა იყოს რა გამახვილება საჭირო და ეს პრობლემები აღარ უნდა იყოს დღევანდელი დღისთვის და უნდა დამთავრდეს ამაზე. ეს უნდა იყოს აი მიმდინარე საკითხები, ჩვეულებრივი ამბები, რომლებსაც არის სპეციალური სამსახურები, გამგეობები და იმათმა უნდა მოაგვარონ და ეს ჩვენ მოსახლეობას რაღაც პრობლემა გასაგებია, დიდი მადლობა. თქვენ ფიქრობთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი უნდა იყოს. ბატონ ბესიკ, კონკრეტულად თქვენ როგორ ხედავთ გამარჯვების შემთხვევაში აი ამ პრობლემებზე მუშაობას? მე მინდა მოსახლეობას ერთი რამ კაფიოდ უთხრა. თუ კი მას მაჟორიტარების კანდიდატი ეუბნება, რომ მოუგვარებს ამა თუ იმ პრობლემას, ის უბრალოდ ატყუებს მოსახლეობას. იმიტომ რომ მაჟორიტარი დეპუტატის და პარლამენტარის ფუნქცია მოვალეობებში არ შედის ასეთი პრობლემების მოგვარება. ეს არის ტყუილი და უბრალოდ წინა საარჩევნოდ ხალხის მოტყუება. კი ბატონო, მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქცია მოვალეობა არის მიიღოს შესაბამისი კანონებში მიღებაში, დამუშავებაში მონაწილეობა და აიძულოს აღმასრულებელი ხელისუფლება იმოქმედოს ხალხის საკეთილდღეოდ. აი ეს არის მთავარი გზავნილი. გასაგებია, სულ რამდენიმე წამი დაგცეთ ბატონ ბესიკ. ჩემი საქმეები უთხარი. გასაგები. დიდი მადლობა. ბატონ ტარიელ, თქვენ გამარჯვების შემთხვევაში თუ და როგორ და რა ფორმით, ასე ვთქვათ, ჩაერთვებით აი ამ პრობლემების მოგვარებაში, როგორ ფიქრობთ, რამდენად ხელეწიფება პარლამენტის წევრს, რომ ვთქვათ, ამ პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობ? აგერ ჩვენ უსმინეთ ქალბატონი ახალციხიდან იყო და საათნახევარი გვაქვს ხალი ვამბობდა. სადღაც 6 წელია გასული, რომ ურауლის სათავეზე რო გააკეთეს დიდი ბასენი. მთელი გზები და შეცვალეს თითქმის სულ და გააკეთეს ახალი მილსადენები. და გვპირდებოდნენ რომ 24 საათი უნდა ყოფილიყო წყალი. და იმის შემდეგ კიდე ახალ პროექტებს, კიდე ახალი ტენდერები გავაკეთებ კი არა მეც. ხო ვიღაცამ ეს პროექტი ჩაიბარა და ჩააბარა. და რა ჩააბარა? ხო არის მოსათხოვი პასუხი ჩააბარა, ხო?
ვიღაცამ დახუჭა ყოთვალი რაღაც გარიგების გულისთვის. დახალციხეს მართალი 24 საათი წყალი არ უნდა კონდეს. გასაგები. დიდი მადლობა თქვენი დრო ამოიწურა. დიდი მადლობა ბატონ ვაჟა თქვენი ხედვა როგორ დიახ მე ვერ დავეთანხმები ბატონ ბესოს დეპუტატის მიერ დაპირება თქვათ ცალკეული სტრატეგიული თუ ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით გაწეული სამუშაოების დაპირება იქნება მოტყუება. არა პირიქით ვფიქრობთ აუცილებლად უნდა ვიყოთ ჩართულები ამ ასეთ საქმიანობაში და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად პრიორიტეტები მივანიჭოთ ამა თუ იმ პროექტს. აქ ძირითადად ჩემს მიერ ყველა რესპონდენტი ამოცნობილი იქნა ქალაქ ახალციხეზე იყო წყლის დებეთის, წყლის გარკვეულწილად დეფიციტი. მე ვფიქრობ, რომ გასულ წლებში ახალციხეში არაერთი საკმაოდ დიდი პროექტი განხორციელდა და არსებობს შესაბამისი დებეტი რო თქვა და ამ გასაგები ამოიწურა თქვენი დრო თქვენი მიკროფონი გაითიშა. დიდი მადლობა. ჩვენ ახლა მეორე ასე ვთქვათ ვიდეო შეკითხვა უნდა მოვისმინოთ, დავბრუნდეთ ეთერში და შემდეგ გავცეთ კითხვას პასუხები. შეკითხვა. წეს მაგათად დამსვენებლები ცოტა ყოფილან აბასთუმაში, რომ რა ვიცი მე რა პირობები არ არის ისეთი გზებიო ისეთი ისაო, რომ დამსვენებლები მივიდნენ, მოვიდნენ. როგორც აბასთუმანი და კურორტი, ეგრე მოწყობილი არ არის. უფრო მეტი შეეფერება აბასთუმას. ტურისტები მოდიან და მოდიან. ეგ კარგია, ბიჭებში ფული ხო შედის, მაგრამ ჩვენამდე არ მოდის. კურორტზე და ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე საუბრობდნენ ჩვენი რესპონდენტები. ბატონ შალვა, თქვენ გავიწყებთ. ტურისტული პოტენციალი ჩვენ მხარეს საკმაოდ დიდი აქვს და ეს უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული. აბასთუმანიც, რა თქმა უნდა, უნიკალური კურორტია თავისი თვისებებით და მასაც უნდა მიეცეს დიდი ყურადღება. მე ვთვლი, რომ აბასთუმანში წელს საკმაო მოდინება იყო ვიდრე გასულ წლებთან შედარებით დამსვენებლებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა რა თქმა უნდა მოსაწყობია და იქ კეთილი მოსაწყობია მთლიანად შიდა გზები და საერთოდ ამ ტურიზმის ირგვლივ თუ რამე ინფრასტრუქტურა მოიაზრება ეს ყველაფერი მოსაწყობია. რათა მომავალში ეს ყველაფერი უფრო მიმზიდველი იყოს და უფრო მეტი დამსვენებელი მოვიდეს. გასაგებია თქვენი დრო ზუსტად ჩაეტიეთ 40 წამში, ზუსტად ამ წამს ამოიწურა. ბატონ ნიკოლოზ, ტურისტული ინფრასტრუქტურა და კურორტი აბასთუმანი, რომელიც თქვენ მაჟორიტარულ ოლქში კი, კურორტი აბასთუმანის პოტენციალი უნდა გამოყენებული უნდა იქნეს ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი აი მსოფლიო დონის კურორტი შეიძლება რომ იყოს აბასთუმანი თავისი უნიკალური პირობებით. ასევე ბორჯომი, ახალციხე ეს ტურისტული პოტენციალი რაც არსებობს ვარძია, საფარა და ასე შემდეგ ჩვენს მხარეში ეს უნდა იყოს გამოყენებული ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელდეს გზები, სასტუმროები, ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა რეკლამა საჭირო მთელ მსოფლიოში რომ იმიტომ ბევრმა არ იცის ხო ეს რომ არსებობს ჩვენთან და ეს უნდა გამოყენებული იქნეს ყველა საერთაშორისო შეხვედრები იქნება გამოფენები თუ ასე შემდეგ და უნდა გამოიყენოს გაითიშა თქვენი სამწუხაროდ თქვენი მიკროფონი ბატონ ნიკოლოზ. დიდი მადლობა. ბატონ ბესიკ, ჩვენი რესპონდენტები ძირითადად საუბრობდნენ, აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ თუნდაც ამ შემთხვევაში კურორტ აბასთუმანში არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც ჭირდება ტურისტს თუნდაც ასე ვთქვათ დასვენებისთვის, გადაადგილებისთვის და ასე შემდეგ. ასე ვთქვათ ტურიზმი და ინფრასტრუქტურაა გაერთიანებული იყო ამ ვიდეო შეკითხვაში. დიახ, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ თავის ქვეყანაში თუ კი არსებობს მაღალი დონის კურორტი იყო, შესაბამისად განავითაროს, რომ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი შემოვიდეს. თავისთავად ცხადია, ჩვენ პროგრამაში ერთ-ერთი მიმართულება არის უვიზო რეჟიმის რუსეთთან. მე პირადად ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელსაც ახსოვს აბასთუმანი რა არის და მზად არის ჩამოვიდეს ძალიან ბევრი ტურისტი თუნდაც რუსეთიდან და აყვავდეს ეს ჩვენი კუთხე 10ჯერ და 20ჯერ და იმაზე მეტი გახდეს რაც დღეს არის. ძალიან კარგია რაბათი, ძალიან კარგია აბასთუმანი, ოღონდ უკეთესი გვინდა ჩვენ და ამას გავაკეთებთ აუცილებლად. ორი წამი, ასე ვთქვათ, მოგრჩათ კიდეც თქვენ, დიდი მადლობა ბატონ ტარიელ, თქვენი ხედვა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელზეც საუბრობდნენ ვიდეოში ჩვენი რესპონდენტები. მოგახსენებთ 21 საუკუნეში ვცხოვრობთ. აბასთუმანი ახლა სულ სხვა მიმართულების კურორტია, ხო, მანდ უფრო მრავალი ადამიანი ჩამოდის სამკურნალოდ. 21 საუკუნეზე ღანასწორი
თუ ინფრასტრუქტურა არ მოეწყო ადამიანი ჩამოვიდეს სამკურნალოდ დასასვენებლად აღარ არის ის ძველი დრო. უნდა ნამდვილად მიეხედოს ინფრასტრუქტურას, მე ვეთანხმები ბატონ ბესოს ყველაზე მეტი ფულის მხარჯველი ტურისტი დღევანდელ პერიოდში რუსი ტურისტი. გაიხსნეს გზები, შემოვიდნენ, ეს ფული იყო ბიუჯეტში წავა. ამ ფულით ხო კიდევ დაემატება და დაემატება აბასთუმანს მეტი სასტუმროები და ინფრასტრუქტურა. თქვენი დრო ამოიწურა. დიდი მადლობა ბატონ ტარიელ. ბატონ მოჟა, თქვენი 40 წამი. მე წინასაარჩევნო შეხვედრების დროს საუბრობ აბასთუმის სრულ რეაბილიტაციაზე, საუბრობ გზების მშენებლობაზე, იმერეთის მიმართულებით, აჭარის მიმართულებით და ბოლოს ასე დასკვნის სიტყვაში ვამბობ, რომ ეს ყველაფერი აზრს საუბრო ამ 4 წელიწადში გაკეთებული უნდა ყოფილიყო. მე დარწმუნებული ვარ, ამისი გამოცდილება ნამდვილად გაგვაჩნია, რომ რაბათის დასრულების შემდეგ, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ პირდაპირ ვიწყებდით აბასთუმის სრულ რეაბილიტაციას და ეს ფაქტიურად ტურისტულ რაღაც პოტენციალს უფრო გაზრდიდა და საერთოდ ეს გზები, გვირაბები, ყველაფერი იყო იმის მომასწავლებელი, რომ ჩვენ რეგიონში ტურისტული პოტენციალი გაიზრდებოდა. მაგრამ სამწუხაროდ ამას აუცილებლად ჩვენ პროგრამაში დევს ეს ამას განახორციელებს. დიდი ამოიწურა თქვენ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა გასაგებია. მესამე ვიდეო შეკითხვას მოვუსმინოთ. შუაფენის ხალხს გვიჭირს. გადა, იმიტომ რომ ვიღაცის დახმარება გვინდა. არც პენსიონერები არა ვართ, არც რაღაცის დახმარება, თინეიჯერი გოგოები არა ვართ, თუ წავიდეთ და ვიმუშაოთ, არავის აღარ უნდივართ. შუაფენის ხალხი უფრო უჭირს, ვისაც პენსია არა, ვისაც სამსახური არა აქვს, ხო არიან, აი, შუა ასაკის ხალხი თუ შეიძლება მიცენ, აი, კომპენსაციის სახით რაღაც დახმარება, შუაფენის ხალხი. ახალგაზრდა უნდა სამსახურში. მოხუცი პენსია და ის შუაფერმა მაქნა ძალიან უჭირს იმ ხალხა. მე რომ მუშაობდე, მე მექნება პროფესორის სტატუსი. მაგრამ აი ჩემნაირი სტატუსის მქონე ადამიანები დავდივართ უმუშევრები. რა ქნან იმ ადამიანებმა, ვინც არ არიან ჯერ 60 წლის. აი მაგალითად ჩემნაირებმა მე ვარ 58 წლის, სამსახური არა მაქვს და პენსიაც არა მაქვს. არც სოციალური დახმარება არა მაქვს. ფონდების პირდაპირ ეთერში ტრადიციულად ბატონი შალვა დაიწყებს პასუხს. ბატონი შალვა 40 წამი გაქვთ იმისთვის რომ უპასუხოთ. ძირითადად ასე ვთქვათ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ შუა ასაკის მოსახლეობის აი ამ პრობლემის გადაჭრა? სწორედ ეს პრობლემა ჩემთვის ცნობილია, იგივე ამ შეხვედრებიდან გამომდინარე და რავდანკას გასაოცარიც არ უნდა იყოს, ხშირად ტრიალებს რეკლამა პენსიონერთა დასაქმების თაობაზე. ალბათ თქვენც მოგისმენიათ. გასაოცარია პენსიონერთა დასაქმებაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, მთავრობა უნდა ფიქრობდეს პენსიონერს ღირსეული პენსია მისცეს და იფიქროს დასაქმებაზე, მათ დასაქმებაზე, ვისაც ნამდვილად შემოსავალი სჭირდება. პენსია უნდა კონდეს პენსიონერს და ასეთ კატეგორიის ხალხს, რომელიც პენსიამდე არ მსულა, იმათ დასაქმება სჭირდება. დასაქმება მე არ გულისხმობ საჯარო სამსახურში. უნდა ხელი შეეწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის კეთებას. ეს უნდა იყოს გამარტივებული, არ უნდა აღჭურვდეს გადასახადები და ბატონ შალვა, გაითიშა თქვენი მიკროფონი. დიდი მადლობა. ბატონ ნიკოლას 40 წამი გაქვთ რომ უპასუხოთ ამ კითხვას. ხმები ამ ხას ნამდვილად და მე მინდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა, რომ ხელისუფლებას საერთოდ პასუხისმგებლობის გზნობა არ გააჩნია ამ საკითხში და მოხსნილი აქვს პასუხისმგებლობა. აი წეღანაც აღვნიშნა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ როდესაც ადამიანი ვერ მუშაობს, არ აქვს სამუშაო, ვერ მუშაობს და სახელმწიფო არანაირ პასუხისმგებლობას არ გზნობს. 200 ლარი მაინც როგორ არ უნდა მიცეს ადამიანს, რა უნდა ქნას იმ ადამიანს, შიმშილით მოგდეს, არ უნდა მოიპაროს, მით უმეტეს თუ ყავს შვილები. თითოეულ შვილზე 50 ლარი მაინც როგორ არ უნდა მიცეს სახელმწიფო. აი მაშინ ოდნავ მაინც პასუხისმგებლობის გზნობა გაუჩნდება და იფიქრებს, რომ უმუშევრობა შემცირდეს. თუ არა და სულ არ ენაღვლება ეს უმუშევარი ხალხი, იმიტომ რომ ამოიწურა თქვენი დრო. დიდი მადლობა ბატონ ნიკოლას. ბატონ ბესიკ, თქვენი აზრი ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელზეც საუბრობდნენ? საერთოდ არ მესმის ეს ფრაზა საშუალო ფენა, რომელიც დაუსაქმებელია. სამწუხაროდ ეს მანკიერება გადმოვიდა ნაციონალური მოძრაობის დროს, როდესაც 35 წელზე ზემოთ ყოფი ადამიანი უკვე ბებერი იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მას სამსახურში ან აღარ იღებდა, ან სამსახურიდან უშვებდა. თუკი გამოცდილება მოდის ასაკთან ერთად და შესაბამისად ყველა ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული მიუხედავად ასაკისა. რა მნიშვნელობა აქვს ის იქნება 30-ის, 35-ის, 40-ის პენსიონერი იქნება თუ არ იქნება. ამიტომ სახელმწიფო უნდა იზრუნოს მათზე. სწორია, უნდა იყოს შესაბამისი პროგრამები, რომ დაუსაქმებელი ადამიანი
მინდა აიღოს ვალდებულება, გადაუხადოს შესაბამისი თანხა რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში და შემდეგ დაასახელოს. ამოიწურა. თქვენ ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ტარგერ, თქვენი ხედვა ამ პრობლემასთან დაკავშირებით. მე ვეთანხმები აგერ ნათქვამ ფრაზას, რომ უნდა გაიხსნეს მცირე ბიზნესები, შეიქმნას მცირე ბიზნესები და ხალხი დასაქმეს, მაგრამ სად ვაპირებთ მე რომ გავითანოთ იქ ნაწარმოები პროდუქტი გავყიდოთ. აი ესეთი ასაკის კალბატონები ბრძანდებოდნენ, ხო შეიძლება შემფუთველებად იმუშაონ, ჩამწყობლებად. რატო ვსაუბრობთ, ჩვენი გზა არის რომ წავიდეს ეს მოწეული და გამზადებული ყველაფერი სახდა თურქეთში გავყიდით, თუ ინგლისში გავყიდით. ძალიან მიული მე ამაზე შემიძლია ვისაუბრო საათებით. მათთვის დასაქმება ჩვენთვის არის არაფერი. ყველას გამოუჩენთ სამსახურს და გვახსოვს ჩვენ ის წლები რომ უმუშევრობაზე რო ხალხს ჯიდნენ. ეს სულ ყველა ჩვენთაგანმა ძალიან კარგად ვიცით რომ ეს გადაარჩეს, ეს დაასახმება. გასაგები, დიდი მადლობა. ამოიწურა თქვენი დრო. დიდი მადლობა ბატონ ვაჟა, თქვენ დაპასუხოთ. მე დავეთანხმები ბატონ ტარიას, ეხლა ის დრო აღარ არის ბატონ ტარიას, რომ პროდუქცია გადიოდა საბჭოთა კავშირის დროს რუსეთში. შარშან მაგალითად გეტყვით, რომ კარტოფილის მოსავალი რუსეთიდან შემოდიოდა საქართველოში და მთელი წელიწადი რუსეთის კარტოფილი ყიდებოდა. უკაცრავად რაც შეეხება კონკრეტულად ქვეყანაში გამეფებულია უმუშევრობა ახალგაზრდისათვისაც არ ეშვება სამსახური და არც შუახნის ასაკის ჩვენი მოქალაქეებისათვის. ამიტომაც ქვეყანაში უნდა შეიქმნას რაც შეიძლება ბევრი სამუშაო ადგილი. რათა დასაქმდეს როგორც ახალგაზრდა, ისე შუახნის ადამიანი და ეს ძალღონი სავსე ადამიანი, რომელსაც თავისი ნიჭი კვალიფიკაცია და უნარი აქვს ქვეყნისათვის სასიკეთო საქმე გააკეთოს. ამოიწურა თქვენ. გასაგებია. დიდი მადლობა ბატონებო. კიდევ ერთ ასე ვთქვათ ვიდეო შეკითხვას უნდა მოусმინოთ და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მედიკამენტები ძვირია, ეს არის მეტი რა. დანარჩენი რაც შეიძლება მეტი მომარაგება რო იყოს მედიკამენტები სასოფელში უკეთესი იქნება. მოვიყვანეთ კარტოფილის რამე ყველაფერი და ვერ გაგისაღებია გვიყრია ისევე. ამაზე გვინდა მოხმარება, დახმარება. წალეკა, ახალციხე, ბლატიანობამ და დედმამიშვილობამ, დეიდაშვილობამ და ბიძაშვილობამ. კვალიფიციური კადრი რჩება სამსახურის გარეშე, მაგრამ ვიღაცის დეიდაშვილი, ბიძაშვილი და მამიდაშვილი არის სამსახურში მაღალი ხელფასით და აი პრობლემა ის არის რომ ძალიან ხშირად თანამდებობებზე არიან ესეთი ადამიანები რომლებიც არ შეეფერებიან თავიანთ თანამდებობას. ჩანდაცვის სფეროს ძირითადად მედიკამენტებს ეხებოდა პირველი რესპონდენტი, მეორე მისი მოწეული მოსავლის რეალიზაცია და ასევე ბოლოს ასე ვთქვათ კვალიფიციური კადრების დასაქმების პრობლემა. ბატონ შალვა, ისმეთ. ბოლოდან დავიწყებ აქ ნეპოტიზმზე გამახვილა ყურადღება ქალბატონმა, რომელიც ამბობდა, რომ არიან კვალიფიციური კადრები და რაღაცა აყავთ ნათესები, მათ არა საქმე. სამწუხაროა თუ ეს ესე ასია. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ საჯარო სამსახურში ჩამოყალიბებულია სისტემა რომ ასეთი ორი ეტაპიანი გამოცდა, პირველია ტესტირება, შემდეგ არის გასაუბრება. აი ნეპოტიზმი შეიძლება გასაუბრების შედეგად რაღაცნაირად გამოვლენილი იყოს და მართლა მიკერძოებულად იყოს ამ საკითხში ვინმე იქ კომისიის წევრი. რა თქმა უნდა ეს ყურადსაღებია და დასახოცი და მისახედია. რაც შეეხება მედიკამენტების სიძვირეს სამწუხაროდ მედიკამენტებზე ვეღარ ისაუბრებთ, იმიტომ რომ ამოგეწორათ სამწუხაროდ. ბატონ ნიკოლას იქნება 40 გაითვალისწინოთ 40 წამი გაქვთ, იქნებ ყველა საკითხი ჩაატიოთ. ნამდვილად ეს მედიკამენტების ეს საავადმყოფო პოლიკლინიკა, როდესაც იქნება ერთი ადამიანის ხელში, რა თქმა უნდა, ძვირი იქნება და ეს კატასტროფისკენ მიდის ეს საკითხი და მოსაგვარებელია. რაც შეეხება აი საკადრო პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ადგილზე კი არა, ცენტრალურ ხელისუფლებაში პრობლემაა. ავიღოთ თუნდაც ამ მაგალითებს მოვიყვან მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, თუნდაც მერი თბილისის თუნდაც პრეზიდენტი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ჩემი დიდი შეცდომა იყო ეს, ჩემი დიდი შეცდომა იყო და რამდენი შეცდომა მოვიდა ამ საკადრო საკითხებში და ახლა ადგილებზეც გასაკვირი აღარაა, რომ მართლა ისეთი კადრები არ არის. ამ დროს ამოიწურა თქვენი დრო. სამწუხაროდ ბატონ ნიკოლას. სამწუხაროდ ბატონ ბესიკ 40 წამი გაქვთ, რომ აი ეს სამი ასე ვთქვათ კომპონენტი რაღაცნაირად შეაჯეროთ. სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა იზრუნოს
პენსიონერებზე და მათ სადაზღვევო პაკეტზე, რომ სრულად კონდეთ მათ ხელწლომა მედიკამენტებზე. არ უნდა იყოს ვეთანხმები ბატონო, რომ არ უნდა იყოს მონოპოლიზებული ბაზარი, რაც დამღუპელია. თავისთავად ხედია უნდა იყოს მიღებული შესაბამისი კანონები, რომ არ შემოედინოს ის პროდუქტი სოფლის მეურნეობის, რომელსაც ადგილობრივი გლეხი აწარმოებს და ფასი ეცემა და ბოლოს კვალიფიციური კადრები, ეს არის პირველი ქვეყნისთვის, თუ გვინდა ქვეყანა წირომ წავიდეს. ნეპოტიზმი ღუპავს ქვეყანას და დაღუპავს ყოველთვის. გასაგები. დიდი მადლობა. თქვენ ასე ვთქვათ, სრულად ჩაეტიეთ 40 წამში, ბატონ ტარიელ. გისმენთ. მოგახსენებთ ძალიან ცუდად არის 70%-ით სახელმწიფო აფინანსებს ოპერაციას და გამოდის ახლა საოპერაციო მაგედიდან გადარჩენილი ადამიანი და აფთიაქის წინ უკვე უნდა დაღვაროს სულიმან ხო? ამ ფასებს უკვე ვეღარ ეგუება. უნდა იყოს რაღაც სახელმწიფო უნდა ჩადოს იქ კიდევ რაღაც დამატებითი რამე რა ის წამალი მაინც პირველადი რაც რომ იმ ოპერაციებს შეიძლება ეს მაინც რაღაც შეღავათიანად იყო. რაც შეეხება ნეპოტიზმს ეს რაღაც უნდა ხალხში რა ხდება სულ კარგად ხდება. მოხდა ერთი პიროვნებას სამსახურის ხელმძღვანელად და დაინიშნა სულ იმის. ეს უნდა არ უნდა იყოს. რამდენი ცოდნე და განათლებული დადის უნდა. ამოწურათ. ასე. დიდი მადლობა. ბატონ ვაშა, ისმენთ. დიახ, რაც შეეხება სასოფლო პროდუქტებზე ასე დაბალ ფასს, აუცილებლად გამოყენებული უნდა იქნეს საბაჟო რეგულაციები, რათა ადგილობრივ პროდუქციას ფასი დაედოს. რაც შეეხება მედიკამენტებს, არ უნდა იყოს ერთიანი დაზღვევით არ უნდა სარგებლობდნენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი შემოსავალი აქვთ საყოველთაო დაზღვევით და ვინც შეჭირებულები არიან და ეს ამ გამოთავისუფლებული თანხა უნდა გადავიდეს მედიკამენტების შესაძენად და ვეთანხმები ქალბატონ ციცოს ნეპოტიზმის ფაქტებთან დაკავშირებით. რამე თუ ეს მეორე ეტაპი არის მოგონილი იმისათვის გასაუბრებისა, რომ ადამიანები ჩაჭრან და დიდი მადლობა. სამწუხაროდ ამოიწურა თქვენი დრო. დიდი მადლობა ბატონებო. თქვენ უპასუხეთ ადიგენის და ახალციხის ამორჩევლების კითხვებს და მოისმინეთ მათი მოსაზრებები მთავარ პრობლემებთან დაკავშირებით. ახლა მცირე სარეკლამო პაუზა, რეკლამის შემდეგ უკვე ექსპერტებს მოусმენთ, რომელიც პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამაზე აკეთებენ, ასე ვთქვათ, განმარტებებს და ასე მაჟორიტარ კანდიდატებსაც მოუწევთ, რომ მათ კითხვებს უპასუხონ. სარეკლამო პაუზა არ გადართოთ, რამდენიმე წუთში უბრუნდებით ეთერში. პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება დააკვირდეს არჩევნების შედეგების დათვლის პროცესს CESCO-ში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მონაცემები 3692 უბნიდან შემოდის. რა გზას გადის შემაჯამებელი ოქმი საუბნო საარჩევნო კომისიიდან გამოქვეყნებამდე? 20 საათზე საუბნო საარჩევნო კომისიები იხურება და კომისიის წევრები ხმის დათვლის პროცედურებს იწყებენ. კენჭისყრის შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოლქში აისახება. ოქმი საოლქო საარჩევნო კომისიას მიეწოდება, რომელიც მას სპეციალურ პროგრამაში ტვირთავს. CESCO-ში პროგრამის მეშვეობით მიღებული ოქმი გადაეცემა ორ ოპერატორს, რომლებსაც თავის მხრივ ოქმში ასახული შედეგები შეაქვთ სპეციალურ მონაცემთა ბაზაში, რაც აისახება CESCO-s სპეციალურ ვებგვერდზე და მონაცემები ეტაპობრივად ხდება ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის. შემაჯამებელი ოქმი დაუყოვნებლივ ქვეყნდება ვებგვერდზე. CESCO დემოკრატიის სერვისი. 2016 թվականի հոկտեմբերի 8-ին կանցկացվի Վրաստանի խորհրդարանական ընտրությունները։ Ընտրատեղամաս ներկայանալիս ձեզ հետ վերցրեք Վրաստանի քաղաքացու անձը հաստատող փաստաթուղթ։ Ստիպված տեղափոխված անձած դեպքում նաև փախստականի վկայական։ Հիշեք, որ եթե ձեզ մոտ հայտնաբերվի պիտակավորում, ձեզ չի ընձեռնվի քվեարկությանը մասնակցելու իրավունք։ Գրանցման հետ մեկտեղ անցեք պիտակավորման ընթացքը։ Ստորագրեք ընտրողների ցուցակում։ Ստացեք գրանցողից կնիքով եւ ստորագրությամբ հաստատված քվեաթերթիկը։ Քվեարկության խցիկում կատարեք ձեր ընտրությունը եւ փակեք քվեաթերթիկները այնպես որ տեսանելի չլինի թե ում եք տվել ձեր ձայնը։ Քվեարկությունը գաղտնի է, խցիկում արգելվում է լուսանկարել կամ տեսագրություն կատարել։ Խցիկից դուրս գալուց հետո ծրարի մեջ տեղադրեք քվեաթերթիկները, ծրարը գցեք ընտրական արկղի մեջ։ Կենտրոնական ընտրական հանձնաժողով, ժողովրդավարության ծառայություն։ Ультратանամետրով է, մրավոպրոֆիլուրի, ISO ստանդարտის կլինիկային մեդիցիկ թավազոb ցրու ամբուլատորիულ და լաբորատորիულ მომსახურებას։ Թվալիս, փարիսեբրի ջրկուլիսա და մուցրիսկրուս քիրուրգիա, գինեկոլոգիա, մամոլոգիա და էնդոկրինոլոգიური ստացիոնարի։
კლინიკა N-Medici, კლასიკური მედიცინა პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდი. შეაგროვე G-Energy-ს ვაუჩერები ვისოლში ყოველ 30 ლარის საწვავის შენაძენზე და მიიღე საჩუქრად ძრავის პრემიალური ზეთი. ქუთაისი აბასთუმანი 60 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია. სივრცითი მოწყობა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში შეგახსენებთ ჩვენი სტუმრები არიან ახალციხე ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დასახელებული კანდიდატები. ახლა ისინი მოისმენენ, ყველა ერთად მოისმენთ უბრალოდ ექსპერტის მოსაზრებებს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე ასე ვთქვათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ექნება წუთნახევარი იმისთვის რომ ექსპერტის მოსაზრებას ასე ვთქვათ უპასუხოს. დავიწყოთ თავდაპირველად უნდა მოვუსმინოთ თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას და ბატონი შალვა უკვე შემდეგ უპასუხებს მას. პენსია 300 ლარი. შესაძლებელია კი ბატონო გავცეთ 300 ლარიანი პენსია, მაგრამ რის ხარჯზე? იმის ხარჯზე რომ ნაკლები გზები დავაგოთ, იმის ხარჯზე რომ ნაკლები ინფრასტრუქტურა გავაკეთოთ, რაც ეკონომიკური განვითარებაზე უარყოფითად აისახება. მინიმალური ხელფასი განისაზღვრება 500 ლარით. გამოდის რომ დამქირავებელს უბრალოდ არ უღირს ასეთი დიდი თანხის გადახდა და შედეგი იქნება ის რომ ან ნაკლები იქნება დასაქმება, ან უფრო მეტი ადამიანი დარჩება სამუშაოს გარეშე. შემცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც ახლა მუშაობს, ან შემცირდება იმ პროექტების რაოდენობა, რომელიც იყო ჩაფიქრებული იმ დანაზოგით, რომელიც ჰქონდა მეწარმეს, ან შეიძლება უბრალოდ კორუფციული გარიგება შედგეს დამქირავებელსა და დაქირავებელს შორის, ფორმალურად გადაუხდიან მაღალ ანაზღაურებას, მაგრამ შემდეგ ისინი იძულებული იქნებიან დააბრუნონ გარკვეული თანხა უკან. სხვა შემთხვევაში უბრალოდ ისინი დარჩებიან სამუშაოს გარეშე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ბატონ შალვა უპასუხებს ასე ვთქვათ ექსპერტის მიერ გამოთქმულ ეჭვებს იმ თქვენ დაპირებასთან დაკავშირებით, რაც ეხება პენსია 300 ლარი, ხელფასი, მინიმალური ხელფასი 500 ლარი. სრულად შესაძლებელია ჩვენ საკმაოდ წარმატებული პროფესიონალური ასე ვთქვათ კუთხით ეკონომიკური გუნდი ყავს და ეს დათვლილია რომ 300 ლარი ეს არ არის გადმოგდებული ციფრი. ნამდვილად გადათვლილია რომ ეს შესაძლებელია დღესაც რომ გაიცეს ამ რაოდენობის პენსია. და იგივე 500 ლარიან ხელფასია საუბარი, ანუ ეს ნიშნავს საათში 3 ლარზე ნაკლებს არ უნდა ღებულობდეს დაქირავებული ვინც ასრულებს ამა თუ იმ სამუშაოს. რის ხარჯზე? ჩვენ ვამბობთ რომ 2017-20 წლის მონაკვეთში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა საშუალოდ 8%-მდე უნდა გავზარდოთ. ეს შესაძლებელი იქნება ბიზნესის ხელშეწყობით, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით, რათა მოზიდული იქნას ცხოვრი ინვესტიციები, ჩვენ ვთვლით რომ 10 მილიარდამდე გვაქვს ამის საშუალება. და აქედან გამომდინარე ეს ციფრები, რა თქმა უნდა, რეალურია და არავითარი აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. გასაგებია, დიდი მადლობა. ახლა უნდა მოვისმინოთ პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო პროგრამაში გაჟღერებული ერთ-ერთი საკითხი, რას გამოთქვავს, რა მოსაზრება აქვს მასზე ექსპერტ და შემდეგ ბატონ ნიკოლას თქვენ წუთნახევარი გექნებათ პასუხისთვის. ყოველწლიურად საჩუქრად ბინების სიღარიბის ზღვარს მიღმამყოფ 4000 ოჯახს. მესმის რომ სოციალურად დაუცველებს უჭირთ, მაგრამ თანახმოვართ ჩვენ მოსახლეობის ნაწილი რომ დავაფინანსონ სხვა მოსახლეობისთვის ბინების შეძენა. ცოტა რთულად წარმოსადგენია, ხო? 20-დან 80,000 ლარამდე 8 წლიანი უპროცენტო სესხები გირაოსა და გარანტიის გარეშე. ხალხს მივცემთ უფასო დაბალ პროცენტიან ფულს, შორსაა თავისუფალი ბაზრისგან. თეორიულადაც კი მე პირადად ძნელად წარმოვიდგენ რა დაემართება ეკონომიკას, თუნდაც ის აღნიშნული პარტიის მცირედი დაპირებები მაინც თუ შესრულდება, ზოგადად მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული პარტიის დაპირებები ზირთად საბჭოთა დაგეგმილი ეკონომიკის მანკიერი მახასიათებლების გადმოღება.
ბატონ ნიკოლოზ, წუთნახევარი გაქვთ რომ ექსპერტის მოსაზრებას. მე ვფიქრობ რომ სამართლიანი უნდა იყოს ეს შეიძლება უფრო მეტის. ანუ სამართლიანი პენსია უნდა იყოს სამართლიანი, ხელფასი უნდა იყოს მინიმალური სამართლიანი. ეხლა თუ თქვათ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს აქვს 30000 ლარი თვეში თუ მეტის. აი საიდან არის ეს ციფრი აღებული? ხო 30000 ლარი ამ დროს 300 ლარზე ვსაუბრობ. ან რომელიმე ბანკის მმართველი ან გენერალური დირექტორი ავიღოთ ან სამმართველო საბჭოს რაღაც კატასტროფული განსხვავებაა ხო პენსია სადა ამ ხელფას შორის და ამიტომ სამართლიანად უნდა იყოს განაწილებული ხელფასები თუნდაც სხვა თანამდებობებზე და შეიძლება ამ დროს რო გაიზარდოს პენსიას და ხელფასების მინიმალური ახლა 300 ლარი მე მგონი მინიმუმზე მინიმუმია რა და შეიძლება მეტიც იყოს აი თუ დრო მაქვს კიდე გაქვთ 40 წამი გაქვთ. კი, ну ახლა თულია კონკრეტულად რო თქვა რატო ეს გამოთვლებს ექვემდებარება ხო უნდა გამოვითვალოთ თუ იმას აქვს 30000 ლარი და ჭირდება ხო და რატო აქვს იმას თუ შეიძლება რომ გადანაწილებული იქნებ თქვა ამას 300 ლარი და იმას 30000 ლარი რაღაც არ ვიცი შეუსაბამოა და სამართლიანი უნდა იყოს რა მე ვფიქრობ პენსიაც ადამიანმა მთელი ცხოვრება იშრომა იღვაწა და 300 ლარი აი დაცინოა რა მე ესე მგონია მეტიც უნდა იყოს. გასაგებია დიდი მადლობა. მინიმალური ხელფასიც რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. ახლა გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის საარჩევნო პროგრამის შეფასებას მოვისმენთ ექსპერტისგან და შემდეგ ბატონ ბესიკი უპასუხებს. უბლოკო სტატუსი საქართველოს რუსეთთან უვიზო მიმოსვლის უზრუნველყოფა და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. პარადოქსული სიტუაცია ხდება. ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც ბუნებრივი არის ჩვენი მოქალაქეები, ну ჩვენი ტერიტორიის ბუნებრივი ნაწილი, ისინი არიან რუსული, ასე ვთქვათ, მე ვთქვი, სამხედრო, ასე ვთქვათ, დომინანტობის ფორმატში, ხოლო დარჩენილი, ასე ვთქვათ, არაოკუპირებული თუ შეიძლება ვთქვათ, ნაწილი, ასე ვთქვათ, მინისტრობის ნატოს მიმართულებით ის თანამშრომლობითი ფორმა, რომელიც საქართველოს მიაღწია, ეს არის მაქსიმუმი რაც ჩვენ ამ ეტაპზე შეიძლება მივახცევთ. ჩვენ უკვე სამხრივად გავხსენით რუსეთის მხარესთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამიტომ ვერავინ ვერ დაგვდეს ბრალს რომ ჩვენ ასე ვთქვათ თამაშობთ დესტრუქციულ თამაშს. ბატონ ბესიკ, თქვენი ასე ვთქვათ შეფასება უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით და ასევე უვიზო მიმოსვლასაც, რომლისგანაც პირველი ნაბიჯები უკვე საქართველოს ასე ვთქვათ გადადგა. მე ცოტა ვერ გავიგე ამ ადამიანის განმარტება, ცოტა არეული იყო. უბლოკო სტატუსი არანაირ კავშირში არ არის უვიზო მიმოსვლასთან. ეს ერთი თემაა და მეორე თემა. უბლოკო სტატუსი არის ერთი, რომ საქართველოში არ იმყოფებდეს ზუსტადაც არც ერთი ქვეყნის ჯარი, საჯარისო ფორმირებები. ეს მოიცავს მთლიან საქართველოს, მათ შორის აფხაზეთს და სამაშაბლოს ტერიტორიას. ანუ რუსული ჯარი უნდა გავიდეს საქართველოსთან. ამაზეა საუბარი. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, უვიზო მიმოსვლა სამხრივად ეს ის არ არის ავტომობილების მოძრაობის გზა, რომ სამხრივად იმოძრაო. იმ ქვეყანას თუ არ გაქვს მოლაპარაკება დაწყებული და ის ქვეყანა არ მოდის შემხედრ ნაბიჯებზე, არ არის არანაირ მაშინ აქ არაფერი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკასთანაც გავაუქმეთ ვიზა ამერიკელებისთვის. ჩვენ გვიშვებენ იქ. გამარტივებული გვაქვს ძალიან ბევრი რამ, მაგრამ არ რეალობას მოწყვეტილია ყველაფერი. ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენ მეზობლებთან კეთილი მეზობლური ურთიერთობა, რაც არის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. აი ამაზეა საუბარი. რა არის ამერიკამ ჩამოაგდო იაპონიაში ატომური ბომბი. დღეს სტრატეგიული პარტნიორები არიან. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავჯდეთ და მოვაგოროთ ჩვენი პრობლემები ჩვენ თვითონ. ჩვენ ვართ ჩვენი თავის გამკარგავები და არა ვინმე რომელიმე ქვეყნის ელჩი. თუ არის კიდევ დრო რამდენიმე წამი დარჩა, კი ბატონო. დიდი ну, ხოდა აი ამის ის იყო თუ კი იქნება ორმხრივად უნდა იყოს ვიზა მოხსნილი და არა სამხრივად და ჩვენ მაგას ვპირდებით მოსახლეობას რომ უვიზო რეჟიმი ეს არის იქიდანაც ადამიანები აქედანაც იქ თავისუფლად გავიდნენ მარტო იქიდან აქეთ არა. გასაგებია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ახლა თოფაძე მრეწველები ჩვენი სამშობლოს საარჩევნო პროგრამას შეაფასებს ექსპერტი და უპასუხებს უკვე ბატონი ტარიელი. საშემოსავლო გადასახადის 5%-ით შემცირება. ოჯახის მიერ ბავშვის მოვლისთვის გაწეული აუცილებელი ხარჯების გამოქვითვა.
5% მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის შემცირება საკმარისი არ არის, ასევე საჭიროა ვთქვათ, იქ მოგების გადასახადის რეფორმა, მოგების გადასახადის განაკვეთების შემცირება და სხვა გადასახადების შემცირებაც. ბავშვის მოვლის ხარჯების გამოქვითები გაუგებარია ერთი რო ეს როგორ უნდა მოხდეს ამის დათვლა, გაუგებარია ისიც რომ რანაირად უნდა მოხდეს ადმინისტრირება და გაუგებარია ის რა არის ბავშვის მოვლის ხარჯები. ხო ეს ვიღაცამ კრიტერიუმები უნდა შეიმუშაოს და ეს კრიტერიუმები კაცმარეთის რას დაეყრდნობა. ბატონ ტარიელ, ეს იყო ექსპერტის შეფასება. თოფაძე მრეწველები ჩვენი საარჩევნო ჩვენი თოფაძე მრეწველები გაცრავთ. თქვენი პოლიტიკური ძალის საარჩევნო პროგრამის ორ მუხლზე ეს არის საშემოსავლო გადასახადის შემცირება და ასევე ბავშვის მოვლის ხარჯები, რომელიც ბევრ კითხვის ნიშანს უჩენს ექსპერტს. თქვენი წუთნახევარი. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ ბლოკში რო შევედით და ბლოკი ჩამოვაყალიბეთ, თოფაძე მრეწველებთან ჩვენ გავმტლიანდით ჩვენი სამშობლო. მე უფრო მერჩია ჩემი მხრივ, ჩვენი სამშობლოს მხრივ მქონოდა კითხვა დასმული, მაგრამ გავცემ პასუხს მას. დიახ, უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი, ხომ? იყო ერთ-ერთი კითხვა ესეთი. ახლა რა არის, იცით? ბიზნესმენი, როდესაც იწყებს ბიზნესს, აიღებს კრედიტს. იმ წუთში უკვე ერთვება ეს, როგორ თქვა, აღმრიცხველი და უკვე მიდის იმის გამოვა თუ არა ბანკიდან მისი უკვე დაბეგრა და დაქცევა და წაქცევა. მას გულისხმობს, ახლა მოკლედ იყო ეს დასმული კითხვა თუ რწლად, მასზე შეიძლება ისაუბრო რამდენი, ხომ? არის სხვადასხვა ქვეყნებში, რომ გაძლევს კრედიტს, ხომ? გაცდის რამოდენიმე წელიწადი. მერე გაწყებინებს ნახევრის გადახდას. მერე კიდევ იმის რაღაცას და ნუ ფეხზე დამდგარი ხარ, გამართული ბიზნესმენი ხარ და სრულად ფარავ მე არ ბიზნეს. ჩვენ და როგორ ხდება? ზუსტად მაგას ავლებს პარალელს ბატონი ზურაბი, ზუსტად მაგას ავლებს. აი ბავშვის მოვლაზე იყო კიდევ ის. ნუ ბავშვის მოვლაზე კი არ უნდა ვისაუბროთ. მოდი ვისაუბროთ ბავშვის დაბადების შემცირება, რომ შემცირება წავიდა, შობადობა რომ შემცირდა. თორე მოვლა კიდე რომ დაიბადება, რაღაცნაირად ევლება მას. შობადობაში კატასტროფაზეა მისული ქვეყანა. შეშინებული ვეღარ აჩენს ბავშვს იმის გულისთვის რომ გააჩენს ხო უნდა გაზარდოს მერე ის. რა ვიცი, ხალხო. გასაგებია. თქვენი დრო ამოიწურა. უკვე 2 წამი იყო დარჩენილი. დიდი მადლობა. მოვისმენთ ექსპერტის მოსაზრებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით და ბატონ ვაჟას მიეცემა წუთნახევარი პასუხის გასაცემად. 5000-ით გაიზრდება ყოველწლიური სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა. 2017 წელსვე სასკოლო ვაუჩერის ღირებულება სულ მცირე 50%-ით გაიზრდება. უთითებს, რომ პარტია არ არის მომზადებული ბოლომდე და არ აქვს გათვითცნობიერებული რისი გაკეთება უნდა და უბრალოდ მარტივ განაცხადს აკეთებს თანხების გაზრდასთან დაკავშირებით. ეს არის წარმოუდგენლად დიდი თანხა ამ ეტაპისთვის. რაც გულისხმობს დაახლოებით 400 მილიონით დას სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც 2017 წლისთვის მე არარეალისტურად მიმაჩნია 5000 სტუდენტზე დამატებით ვაუჩერების გამოყოფას. ეს პრინციპში არის რეალისტური, დაახლოებით 10 მილიონი ლარის ფარგლებში არის და ამის შესაძლებლობა რეალურად არსებობს. შენიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროგრამის ნაწილთან დაკავშირებით. ბატონ ვაჟა, ძირითადად ასე ვთქვათ, ექსპერტი ფიქრობდა, რომ კი, ეჭვის თვალით უყურებს ექსპერტი, რასაც არ ვეთანხმებით, ვინაიდან ეს არის დათვლილი და რეალურად განხორციელებას ექვემდებარება. მარტო ჩვენ დღესდღეობით 1 მილიარდი ლარით გვინდა რომ ბიუჯეტის ეკონომია გავაკეთოთ, იგივე პრემიების იგივე დანამატების და ფუფუნების საგზნების აღკვეთის გზით. მოგეხსენებათ 450 მილიონი ლარი მარტო იფლანგება დანამატებში და პრემიებში. თუ ეხლა განათლებაში ეს 5000 სტუდენტი სხვათა შორის ამ პროგრამას როცა მე გავეცანე, ხო? ეს ცოტათ მომეჩვენა, მე 5000 სტუდენტით მეტი დაფინანსდეს სახელმწიფო გრანტით მეტმა ისარგებლოს. აქედან გამომდინარე, მე რეალურად მიმაჩნე ეს პროგრამის გარკვეული ნაწილი და ვერანაირ ეჭვის თვალით ვერ უყურებ ამას. როცა ეს პროგრამის დამუშავების პროცესი მიმდინარეობდა, ამ პროგრამის დამუშავების პროცესში მეც ვიყავი ჩართული და შევთავაზე ჩვენი გუნდის წევრებს, რომ აი შეგვეტანა პროგრამაში ასეთ საკითხი, რომ საპენსიო ასაკი დაწეული იყო 60 წლამდე მამაკაცებისათვის და 55-მდე ქალბატონებისათვის და ჩვენი გუნდის წევრებმა მითხრეს, რომ ეს პირველ ეტაპზე
შორეულ სტრატეგიაში სადღაც მოიაზრება, მაგრამ პირველ ეტაპზე 2017-18 წლებში შეუძლებელიაო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამით გათვალისწინებული ნებისმიერი დაპირება არის რეალური და ამას ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ. გასაგებია, რამდენიმე წამი დაგჭირთ თუ გამოიყენებთ? თუნდაც საპენსიო 50 ლარით მატება. 50 ლარით მატება ჩვენ შეგვიძლია ნოემბრის თვეშივე მოსახლეობას დავპირდეთ და 50 ლარის მატება. გასაგებია. ამოიწურთ. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო, თქვენ ყველა მოისმინეთ ექსპერტის, ასე ვთქვათ, შენიშვნა და მოსაზრება თქვენ საარჩევნო პროგრამებთან დაკავშირებით. ახლა თქვენ საშუალება გაქვთ, რომ ერთმანეთს დაუსვათ კითხვები. ჩვენ რეკლამის დროს მონაწილეებთან თავად არის ფარული კენჭისყრა და ასე გადანაწილდა ბატონ შალვა. ბატონ შალვა, თქვენ კითხვა უნდა დაუსვათ ბატონ ტარიელ ხაჩიძეს. ამისთვის 20 წამი გაქვთ და ბატონ ტარიელს ექნება 1 წუთი პასუხის გასაცემად. კი ბატონო. ბატონ ტარიელს დაუსვავდი შემდეგ შეკითხვას. გასაგებია მათი პოლიტიკური ვექტორი რუსეთთან დაახლოებაზე და მათთან ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობის აღდგენაზე. გასაგებია მეზობელია, გათახმებით, მეზობლებთან უნდა გქონდეს ჩვენ ესეთი ურთიერთობა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, აი იმ დროს, როცა რუსეთი დღესდღეობით ჩვენი ოკუპანტია, აი ეს საკითხები პარალელურად როგორ უნდა განვითარდეს? გასაგებია, დიდი მადლობა თქვენი დრო ამოიწურა. ბატონ ტარიელ, მხოლოდ 1 წუთი გაქვთ პასუხისთვის. გმადლობთ შეკითხვისთვის ბატონო შალვა. მოგახსენებთ, ოკუპანტია რუსეთი, გეთახმებით ოკუპანტია რუსეთი. ამერიკა არ არის ოკუპანტი, ინგლისი არ არის ოკუპანტი. ვაგინეთ ამ კაცს. მოვიდა და გააკეთა ის, რასაც გააკეთებს ნებისმიერი ქვეყანა. ჩვენ ძირითადი ჩვენი პოლიტიკური ძალები, ჩვენი გუნდის არიან რუსეთში, მოსკოვში. მათ 1,200,000 ქართველი ცხოვრობს, საქართველოსთან წასული ადამიანი ცხოვრობს. არიან ისეთი პიროვნებები, რომლებიც ზემო ეშელონებში აქვთ ურთიერთობა მაღალ დონის ხალხთან. არის მთავარი რომ დაждდონ სასაუბროდ. ამისთვის მზად არის რუსეთი. დაждდონ სასაუბროდ ის გასაღები, რომელიც რუსეთს უჭირავს ხელში სამაჩაბლო და აფხაზეთთან საუბარის გვაძლევს მასაც 2016 წელს რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო ქვემო ქართლის, ოსეთის. მაგრამ დატოვა კიდე დაგვიტოვა დრო რომ მივიდეთ და ჩვენ დაველაპარაკოთ ხალხს. განა რუსეთს არ უნდა ჩვენ დიდი მადლობა ბატონ ნიკოლას. წილისყრით თქვენ ბატონ ვაჟა ჩიტაშვილს უნდა დაუსვათ კითხვა, თქვენი 20 წამი. ბატონ ვაჟასთან ესეთი შეკითხვა მექნება, რომ მე გაოცებული ვარ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების, ერთ-ერთი თქვა თუნდაც ბაქრაძე, თუნდაც მელია, აი ბრწყინვალე დაპირებებით, აი სულ ელემენტარულად არ გრძნობენ პასუხისგებლობას თუნდაც დაკარგული ტერიტორიების, თუნდაც იმის, რომ როდესაც ჩვენ ჯარისკაცები დაღუპულებით ცხინვალის რეგიონის სამაჩაბლოში ეყარენ ქუჩაში უპატრონოთ, აქ ტაშფარნური გამართეს და კონცერტები და კითხვა რომ დაუსვათ. კი და აი და იმის შემდეგ აი სისტემური დანაშაული, რამდენი ახალგაზრდა დაიღუპა, უდანაშაულო ქონება წაართვეს თუ 1000 რაღაცა და გამოდიან საარჩევნო კამპანია მიდის და 1000-ნაირი დაპირებები, 1000-ნაირი წყვილები და არანაირი პასუხისგებლობა. ერთხელ არ უთქვიათ, ან ბოდიში მოიხადონ, ან რაღაცა. აი ის როგორ შეიძლება ესე რომ ესე უპასუხისგებლოთ, ვითომც არაფერი ხალხი და ვითომ ეს ქვების გროვა იყო აფხაზეთი და სამაჩაბლო დავკარგეთ. ასე შეიძლება ასე უპასუხისგებლოთ მოკიდება ამ საკითხის. გაუცებული ვარ. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონ ვაჟა. კითხვა რა ვიცი, ახლა თავის მართლების რეჟიმში უნდა გადავიდეთ თუ რა. ფაქტიურად აფხაზეთი და ოსეთი დაკარგული იყო არა 2008 წელს დაიკარგა, არამედ 90-იან წლებიდან დაიკარგა ფაქტიურად. ჩვენი იურისდიქცია იქ არ ვრცელდებოდა. რაც შეეხება ასე დაპირებებს ჩვენს მიერ, ჩვენი პოლიტიკური ძალის დაპირებებს, ეს რეალისტურია. ყველა დაპირება შესრულებული იქნება და ის ხისტი პოლიტიკა რაც არსებობდა, თქვათ პირველ წლებში, ეს იყო გამოწვეული იქიდან, რომ სახელმწიფოს არ გავდა, როცა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა. მაგრამ შემდგომ წლებში მე ვიყავი მოწმე იმისა, რომ ლიბერალურმა პოლიტიკამ შეცვალა ეს ხისტი პოლიტიკა ჩვენი მმართველობის ბოლო წლებში. აი ესე და ეს. 20 წამი გაქვთ თუ გამოიყენებთ? და დანარჩენი ახლა ბოდიშის მოხდა, ახლა პირიქით მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მმართველობის პერიოდში დიდი პროგრესი განიცადა ჩვენმა ქვეყანამ, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის კუთხით.
გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონ ბესიკ. ქართული დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი კითხვას დაუსვამს თავისუფალი დემოკრატების კანდიდატს ბატონ შალვას. მე ერთი ესეთი კითხვა მექნება, რომელიც გლობალურად შეეხება პარტიის ლიდერს. როდესაც იყო ეს გახმაურებული კაბელების საქმე, რაღაცა გაუგებრად დამთავრდა ეს მთლიანობაში და მე მაინტერესებს, რომ ასევე მოიქცევა ქვეყნის მმართველობაში მოსვლის შემთხვევაში თქვენი პარტიის ლიდერი? გაგდებულის პოზიციიდან ლაპარაკი ცოტა რთულია, ჯობდა ალბათ ცოტა მკაცრად დაეცვა თავისი ღირებულებები. თქვენ ხედულობაში გაქვთ, რომ რატო დატოვა პოსტი? თუ პოსტი არ დაუტოვებია. გადააყენეს პოსტი. ანუ პრინციპულობის შემთხვევა იყო აქ. მან ვერ დაიცვა თავისი რამოდენიმე თანამშრომელი. არა, მე მოგახსენებთ პირიქით, ზუსტადაც რომ დაიცვა და დღესაც იცავს ბატონ ირაკლი თმთლიანი გუნდი. აი ხუთ თანამშრომელს ნამდვილად უდანაშაულო დრონზეა მის პროცესებს, სასამართლო პროცესებს ამ ხუთი უდანაშაულო თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურისა ვესწრებოდი. მოგესალმებათ იურისტი გახლავართ, ადვოკატი და კარგად ვარ ჩახედული ამ საქმეში. გარწმუნებთ თქვენ იხილავთ, ყველა იხილავს მთელი საქართველო მალე რომ დადასტურდება მათი უდანაშაულობა და ბატონ ირაკლი არის ის ადამიანი, რომ არ მიატოვა ის ხუთი ადამიანი და ჩვენ მთელი გუნდი თავისუფალი დემოკრატები მათ გვერდზე ვართ. ისინი უდანაშაულოდ ზიან ნამდვილად იხდიან უდანაშაულოდ საჟელს, რომელიც მათ არანაირად არ ეკუთვნით. კაფლანგას აბრალებენ თანხისა, რომელიც ბევრს ანგარიშზე და იქიდან არ დაძროლა. ბატონ დასრულდა თქვენი დრო. დიდი მადლობა ბატონ ტარიამ. თქვენ ბატონ ნიკოლას უნდა დაუსვათ კითხვა, თუ შეიძლება 20 წამში რომ ჩაეტიოთ და ნათლად ჩამოაყალიბოთ კითხვა. ბატონო ნიკოლას, მოგმარტავთ ასეთი კითხვით. თქვენ ახლა აწარმოებთ წინასაარჩევნო კომპანიას, ხვდებით ხალხს. რამდენად მართებულად მიგაჩნიათ, რომ ჩვენ გაჭიროებულ უკვე რამდენჯერ მოტყუებულ ამომრჩეველს ისე უმეორებთ იმას, რომ ჩვენ დასავლეთი გვიშვილეს. თქვენც ხომ ხვდებით, თქვენ განათლებული ძალიან კარგი პიროვნება ბრძანდებით, თქვენც ხომ ხვდებით, რომ ეს ისევ შემდგომი ტყუილია ხალხისთვის. დიდი მადლობა, ბატონ ნიკოლას ერთი წუთი კონტროლს. ასე პასუხებდი ამ შეკითხვაზე, რომ არა მარტო დასავლეთი, თუნდაც ჩრდილოეთის, თუნდაც აღმოსავლეთის, თუნდაც სამხრეთ, ჩვენ ყველა მეზობელთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება უნდა გქონდეს. ყველა ქვეყანასთან აბსოლუტურად, მათ შორის რუსეთთანაც. იმიტომ რომ რუსეთი ცოტა რუსეთით. არა, ჯერ ერთი რამდენი წლის ათეული წლების განმავლობაში ერთი ქვეყანა ვიყავით, ასე ვთქვათ, დიდი ქვეყანა, სარწმუნოებრივადაც ჩვენი წერანა ძალიან თქვენ და გეთანხმებით, რომ მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე რუსეთშია და ლუკმაპური საშუალებლად არის ასული და ცუდად არ გზნობენ თავს, იმიტომ რომ ცუდად რო გზნობდნენ, ალბათ სხვა ქვეყანაში წავიდოდნენ, ან უკან დაბრუნდებოდნენ და ამდენად ყველასთან კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს. და თუ დასავლეთისკენ გვაქვს სწრაფო, ეს იმას არნიშნავს, რომ რუსეთთან არ ვიყოთ კარგად და ცუდი დამოკიდებულება გქონდეს. და ამერიკაც და ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირიც ყოველთვის ამბობენ და გვეუბნებიან, რომ რუსეთთან უნდა გქონდეთ კარგი დამოკიდებულება. თუ გინდათ აფხაზეთის დაბრუნება, თუ გინდათ სამანჩაბლოს დაბრუნება, რუსეთის გარეშე ეს არ გასაგებია, დასრულდა თქვენი. დიდი მადლობა, გასაგებია თქვენი პოზიცია. დიდი მადლობა ბატონ ვაჟა, თქვენ კითხვა უნდა დაუსვათ ბესიკ ხითარიფის. ბატონო ბესიკ, რამდენად სანდო პარტნიორად მიგაჩნიათ რუსეთის სახელმწიფო საქართველოს მიმართებაში, როცა ის კვირდება, თქვათ იგივე დიალოგის დაწყებას სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან და ხომ არ უქმნის საქართველოს სახელმწიფოს დიდ საშუალებას, თუნდაც ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ამბობს, საქართველები უნდა შევეგუოთ ახალ რეალობას, ანუ ჩვენ თვითონ უნდა ვაღიაროთ ეს ორი ოკუპირებული ტერიტორია. რამდენად არის სანდოობა აი ამ ურთიერთობაში? ბატონო ვაჟა, მე ერთ ვიტყოდი, რომ ჩვენ და როდის იყო სიტყვის პატრონი რუსეთი? ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა ვეცედოთ ვაწარმოოთ დამოუკიდებლად მოლაპარაკებები იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები ვიღაცის აზრზე, რომელიმე ელჩის აზრზე. ჩვენ თუ არ შევეცდებით მივიდეთ და დაველაპარაკოთ და დავждეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენ ვერასოდეს შედეგს ვერ მივიღებთ. ვიყოთ აქეთ და იქით, ვიქნიოთ მუჭები და ამით 26 წელიწადია მხოლოდ ერთი პრობლემა გაყენული. მე ვთვლი
ჩემ აზრს და არა მარტო ჩემ აზრია ესეთი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება რომ დიალოგით, პირდაპირ დიალოგით შეიძლება პრობლემის მოგვარება. სხვანაირად ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ და თვითონაც მიგვიტვით ეს რო გითხრეს, ანუ ყველა გვეუბნება რომ თქვენ თვითონ მოაგვარეთ თქვენი პრობლემები. ავიღოთ ჩვენ თავზე ეს ჩვენი პრობლემები და სანდოობაზე მე ვილაპარაკოთ. ჯერ არ გქონია მცდელობა მისულიყავით და დავლაპარაკებოდით. შესაბამისად შედეგიც არ აქვს არანაირი. დიდი მადლობა ბატონებო. მადლობა. ახლა ბოლო, ასე ვთქვათ, გადაცემის ბოლო ნაწილის სტრატატკა 30 წამი გეძლევათ მთავარი გზავნილებისთვის. ბატონ ნიკოლას, უკაცრავად, ბატონ შალვა, თქვენ უნდა დაიწყოთ. მადლობა თქვენ მოწვევისათვის, კიდევ მინდა გითხრათ და მადლობა მაყურებელს და მე მაყურებელს მოვუწოდებ, რომ გააკეთონ გონების თვალის დაძაბვით არჩევანი და არა ცხელგურზე. კარგად დააკვირდნენ მიმდინარე პროცესებს, დააკვირდნენ წარსულს, არსებულ ხელისუფლებას, მის წინამორბედ ხელისუფლების პირობებში მიმდინარე პროცესებს და რეალობაში გააკეთონ არჩევანი სწრაფი განვითარებისათვის. ამოიწურა თქვენით. დიახ, დიდი მადლობა. ბატონ ნიკოლას, ახლა თქვენი 30 წამი. ჩემი ცხოვრების მანძილზე მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ვინც მიცნობს იციან სამართლიანობა და პრინციპულობა, იციან და ამდენად ჩვენ სამომრჩეველს ვიდები, რომ ეს სამართლიანად და პრინციპულად ვიქნები ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ყველაფერს გავაკეთებ. დიდი მადლობა. ბატონ ბესიკ გისმენთ. მე მინდა მიმართო ჩვენ მაყურებელს თუ რა განსხვავება იმ 4 წლის წინ ვინც ცოცხლებისა და მთლიან ამ რაღაც სასწაული ცუდ ფონზე იყარა ნაციონალური მოძრაობიდან კენჭი და დღეს იყრის ოცნებიდან კენჭს. ნუ თუ ვერ ხდება ეს ხალხი რომ ჩვენი მომრჩეველი რომ მათ მხოლოდ თავისთვის კარგი ცხოვრების მოწყობა უნდათ და მეტი არაფერი. მე მინდა მიმართო რომ ეს ხალხს რომ ესეთი დამოკიდებულება სახელმწიფოს ძალიან მნებს. და ვთხოვ ძალიან რომ შემოხაზონ ნინო ბურჭანაძე გაერთიანებული დემოკრატები და მიცენ თავიანთ შვილებისთვის საუკეთესო მომავალს ხმა. გასაგებია, დიდი მადლობა თქვენ რომ მოიწვია ბატონ დარიელ გისმენთ. მიმართავ ახალციხის და ადგენის ამომრჩეველს. დაფიქრდნონ კარგად. შემდგომ ტყუილში არ ჩაყონ მახეში ფეხი. ვერანაირი დასავლეთი ქვეყანას ვერ უშვილის, მათთან გვექნება კარგი ურთიერთობა, მაგრამ ჩვენი გადარჩენა არის მარტო იქ რომ გაიხსნას რუსეთის გზები და აღდგეს ჩვენი კეთილსინდისერი ურთიერთობა. გავიდეს ხალხი დასაქმდეს, გავიტანოთ პროდუქტი, გავყიდოთ და იქიდანაც შემოვიტანოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც მაღაზიებში ფას კვეტრად დასევს დავლოთ. დაფიქრდით კარგად. ამოიწურა თქვენი დრო, ბატონ ტარიელ, ძალიან დიდი მადლობა. გასაგებია თქვენი პოზიცია, ბატონ ვაჟა. დიახ, მე მინდა უბრალოდ შემიძლია თამამად განაცხადო ქართული ოცნების გამარჯვება 2012 წელს მხოლოდ ერთ რამედ ღირდა, რომ საქართველოს მოსახლეობას ამომრჩეველს გაეკეთებინა შედარებითი ანალიზი თუ როგორ ვითარდებოდა ჩვენი ქვეყანა 2004-დან 2012 წლამდე და თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა 2012-დან 2016 წლამდე. ამ ანალიზის გაკეთებით ჩვენ ამომრჩეველს თხოვ მოვიდეს და დააფიქსიროს თავისი არჩევნებზე. მადლობთ ყველას მოსვლისათვის და თქვენი აზრის გამოხატვისათვის. გასაგებია, მადლობა ბატონებო. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა. მე მაყურებელს შევახსენებ დღეს ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩვენთან სტუდიაში მოწვეულნი იყვნენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ახალციხე ადგენის მაჟორიტარულ ოლქში, შალვა გოგოლაძე, თავისუფალი დემოკრატები, ნიკოლოზ ინასარიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ბესიკ ხითარიშვილი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, ტარიელ ხაჩიძე, თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლო, ვაჟა ჩიტაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რაც შეეხება კიდევ ერთ კვალიფიციურ სუბიექტს, ბატონ გიორგი კოპაძეს, ქართული ოცნების კანდიდატს, სამწუხაროდ არც ამჯერად ისურვა ბატონმა გიორგიმ რომ ჩვენი საშუალებით ასე ვთქვათ ქონოდა ურთიერთობა ამომრჩეველთან. მადლობა თქვენ სტუდიაში მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. შეგახსენებთ დღევანდელ ტელედებატებს მხარს უჭერდა საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმების დასწავლების ცენტრი, პროექტი რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ ხორციელდებოდა. მადლობა რომ გვიყურეთ. მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.